გთავაზობ თბილისის მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოს არჩილ მინდიაშვილის გადაგებას. მოვლენების ფონზე, როდესაც პრესა აქვს ადგილი საქართველოში და საკუთრებულად ის დედაქალაქში, თბილისში, სურს პრესართმოებასთან ისაუბრონ შესახებ იმისა, თუ რა არის შენი ერი ასეთ დაგლახაგებულ მდგომარეობაში, რაც შფოთავს, რასელის, არის თუ არა ეს მიმართულებასო. ჩვენ საუბარში ეს ამბიონზე სურს მოვიწვიო ეს ფიქრობ თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი თისისაკური მოწამეთა დელმონასონი მამა გიორგი ბასილაძე. სახელდობ ხვალიდელზე ერთ-ერთ გაზეთში ირის პალიტრაში დაინიშნება ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები მისი ინტერვიუ. უпростоრად კი, როგორც თქვენ იცით უკვე, იგი არ აღნიშნავს უფლებას მისგან აიღოს ინტერვიუ, როგორც ასეთი. არამედ საუბრობს უშუალოდ ისმენენ ელექება ცნობიერებაში და რასაც აღადგენენ მას დრო და დრო არც ხშირად რა თქმა უნდა თავაზობენ ჩვენ მოსწონეს საზოგადოებას. გარდა მაგისა დღევანდელ საუბარში მე მინდა გამოვიყენო ასევე თქვენთვის ცნობილი რუმინელი ბერძენის ერის არქიმანდრიტ კირილე ნავრიოტისის ეგზეგეტიკურ ჰერმენევტიკული შეხედულებები შესახებ იმისა, ვინ არის უკანასკნელი დროის მონარქი, იმპერატორი, რომელიც თავის მცხეთას გააერთიანებს სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს. ის რაც მოხდება, არის უდიდესი სასწაული, დაუჯერებელი. მაგრამ ეს იცით რას გავს? მოდი რომელიც შეურაცხეს მაშენებელთა, ესე იქნა თავგიდება. და NIS, ანუ RS-ი ბიბლიურად ვთქვათ, დაწუნებული, დაწიხნული, როგორც გვახსოვს ჯერ კიდევ საუკუნეების სიღრმიდან. ეწოდებული ქებაი და დიდებაი ქართული ერისაი, ანუ უძველესი საწინასწარმეტყველო გადმოცემა, რომელიც ჩვენმა წმინდა ღირსმა მამამ იოანე ზოსიმენ მოუყარა თავი თავის ხშირად სურებაში ეხლიანება იმას, რასაც აქვს მამამისს. გარდა მაგისა, შევახსენებ, რომ ეწოდებულ ექსპორტის რუკას, უძველეს ევროპულ რუკას, საერთოდ უძველეს რუკას, რომელიც დედამიწაზე შემორჩა მე-13 საუკუნეში. მე ვარაუდობ, რომ შესაძლოა მანამდესაც არსებობდა რუკები, მაგრამ ეს არის უჩვეულო რუკა, ის არ არის მარტო გეოგრაფიული რუკა, ეს არის ისტორიული გეოგრაფიული რუკა. ანუ დატანილი არის რა ამ რუკაზე, ესა თუ ის ქვეყნები, თავმოყრილია მათში ასევე გადმოცემები, ლეგენდები, მისია ამა თუ მერისა და სხვა, აი მაგალითად, რა ჩვენთვის ყურადსაღებია, კავკასიონის სამხრეთით გამოსახული არის იბერთა სამეფო. ხოლო მიჩრდილოეთით დღევანდელი ჩვენი ჩრდილოეთი მეზობელი, რომელიც ამ ისტორიულ გეოგრაფიულ რუკაზე იწოდება ანტიქრისტეს სამშობლოდ. ეს არ არის გაზვიადებული ან ევროპის ტრადიციული ზიზღი რუსეთის მიმართ. ეს არის თუნდაც ის წინასწარმეტყველები, რომელიც უკანასკნელ ჟამს დიდმა რუსმა და საერთოდ დიდმა მსოფლიო წმინდანმა სერაფიმ სარუელმა იწინასწარმეტყველა. კერძოდ იგი ამბობს ერთი სიტყვით რომ გამოვცეთ. როგორც ისრაელმა შვა მესია, ჭეშმარიტი მესია, ასევე რუსეთი შობს მესიას, ანუ ანტიქრისტეს. შედაშორის დამაფიქრებელია ისიც, რომ ამ წმინდა მამას, მაშინ როცა საქართველო უკვე ამ რუსული იმპერიის ერთ-ერთი უმნიშვნელო პროვინცია, გუბერნია გახდა, მასის გაგებით აქვს წინასწარმეტყველება ასევე ივერიაზე, რომ ბოლო ჟამს უფლის ტრაპეზზე ღვინო წარმოიგზავნება ივერიიდან და არ დაილება ეს ღვინო, ესე იგი არ გაიცლება, არ გაილება. და ერთი წვი მიანიშნებს წმინდა ზიარების ევქარისტიის საიდუმლოზე, მეორე წვი იმაზე, რომ ბოლო ჟამსაც ქართველი ერი კიდევ ერთხელ ქრისტე მაცხოვრისა და ეკლესიის სიყვარულით დასდევს თავის სისხლს. სხვადასხვა ეხლა რა თუ ახსენებ ასე გავწონდით, რასაც მამა გიორგი ამბობს ბასილაძე, მე მას პირადად ვისხომ გავეცანი. რამოდენიმე თვის წინ ჰქონდა ხანმოკლე საუბარი, მაგრამ კევადი და შინაარსიანი. სწრაფად საუბრობთ, დრო არ სიმოს ჰქონდა, არც მე მქონდა. რამდენი სუფლისნება იყო იმდენი ვისაუბრე და მე როგორც ვიცი, მან ამ ექსპორტის რუკის შესახებ არაფერი არ იცის. როცა უთხარი, ცოტა გაუკვირდა. აი თუ უძველეს მსოფლიოში და ევროპაში კერძოდ საერთოდ მიისრაფია, მაგრამ არა ქრისტიანული ევროპისკენ, არამედ იმ ევროპისკენ, რომელსაც თავის ქართაში სარწმუნოება ქრისტიანობა საერთოდ არ შეიტანა, თითქოს არანაირ ფასეულობას არ თამბობდნენ, მაშინ როცა უდიდესი მასაზრდოებელი და წყაროსთვალი ევროპული კულტურისათვის იყო
სწორედ ქრისტიანული სარწმუნოება. აი ასეთი ევროპისკენ მიისწრაფიან დღევანდელი ქარაფშულთა და უსწავლელი უმეცარი პოლიტიკოსები, პირველი თუ უკანასკნელი. აბდალაუნებურად გაგონდება ჩვენი ქრისტე მაცხოვრის იესო თქმის სიტყვები, მოციქულებს რომ ემართა მე წყალვის ერიესე. ესე რამოდენიმე დღე და ღამე საკაცეებით მიმოსდებდნენ ქრისტეს გენესარეთის ტბის პირას უდაბნოებში, რომ თუნდაც შეეხოდა კურნება და წყალობა მიიღო. ამ მისი ამაღლებული გაებრივი დამასწრებელი და დამამშვიდებელი ქადაგებები მოესმინათ. როცა მოციქულებს უწევთ დაეყურებინათ ის ესე მე ვაყურებ სულიერად დააყურებ და გამოსაიყო მოციქულთა რწმენისა მათ ვერ გულისხმარდეს. აქ ერთი ხმარწველი კაცია რომელსაც მხოლოდ 5 პური ხირის ანუ ქერის და 2 თევზია და როგორ შეიძლება ჩვენ დავაყუროთ 5000-ზე გადადების ბავშვებს თქვენთვის ცნობილი სასწაული აღარ სულა ქრისტე მაგრამ ეს სასწაული კი არის ამაში სასწაული კი არ არის მნიშვნელოვნად აღესრულა მისიერ გენესარეთის მისიერ და არამედ ის რომ მან იდუმა მისტიურად ვიწინასკარ მე ყველა ქრისტეს წმინდა ეკლესიის დაარსება მე ვარ ორი რომელიც გადამოხდეთ ეცი და თევზი რომელიც სიმბოლოა ასევე იკონოგრაფიაში ქრისტე მაცხოვრისა 5 და 2 7 ანუ იგი აღწევს 7 საეკლესიო მაცხოვრებელი განცმედელ მათ პორნალ და გადამშენელ საიდუმლოებას. აი დღეს მეწავის სერიესე ჩვენი ერი რომელიც უნეცრების სუდია ჩირჩება სამყაროს მაგრამ ნელა გამონათება მიმდინარეობს ჩვენი ერის მომა ფისაგან ეკლესიის გავლით და ეკლესიის მიდრო ეკლესია და საფრთხო იერარქია ის თაებრივი ინსტრუმენტი რომლითაც მოქმედებს უფალი ღმერთი ყოვლადწმინდა საება თავის ერზე ამ ინტერვიუში წერია რომ ერთ-ერთ ჟურნალში შემისწორესო სიტყვა მე ვთქვი ქრისტეს ქვეყანაა საქართველოს მაგალითად ქრისტიანული და ნუ თუ მაგდენი არ ვიცი რა არის ქრისტიანული და რა არის ქრისტეს ქვეყანაა არა სწორედ ამას გეუბნებით რომ ის ქრისტეს ქვეყანა არა მხოლოდ ფიქრობელ მარიამის სიტყვა და უბრალოდ ქრისტიანული ქვეყანაა თქვენ ვიცი რომ არ გჭირავს უმეტესობას მაგრამ ბევრი რამ იყო ამ წლების განმავლობაში რასაც მე გიკადაგებ თქვენ არ გჭიროდა მაგრამ აი ეს მე ახდებოდა ხოლმე და გიჭირდა ოღონდ ასე ვთქვათ ოფიციალურად ამის დადგინებას და სხვა ხდებოდა მაღალი იერარქიის დონეზე როგორც უნდა მოხდეს ერთი პატარა უნიშნელო მოდელი რომელიღაც მიყრუებულ ეკლესიაში ქადაგებდა ბოლო რაც თქვენ არ გჭიროდა და რაც იხილეთ რა არის შეხარვენათის ხატის საბრძანებო აქედან უთავეს ტაძარში სვეტის ხელთარება რომელზეც პატრიარქმა რომ ეს არის საკდარიო ყოვლადწმინდა საებისა ელიასტაზე აღმართული კლდეზე დაფუძნებული ეს ეკლესია თქვენ ეს არ გჯეროდა ბევრი განეკითხავდა ზოგი ცივად იყო განწყობილი მაგრამ ეს მოხდა და გაგიკვირდა კიდევ ბევრი შეიძლება შეგახსენოთ ვინც ძველი მრევლი ხარ რაც იქნოდა და რაც ხდებოდა მიუხედავად თქვენი კრიტიკული და ზოგიერთის ირონიული დამოკიდებულებისა მე დავისწავლე ერთი სიტყვა ძაღლი ხებს ფარამიდის ვერანაირი ძაღლის ხება და ტურების კივილი დღეს რომ ისმის ვერ შეაჩერებს ვერ დააგუბებს იმას რაც სულიწმედის მადლით ღმერთ შემოსე მამათავია ითქვა და არამედ უბრალოდ ითქვა საუკუნეების მიღმა არამედ ის იქმნის დღესაც აი საუბარი აქვს ვინ არიან მოქმედი წმინდანები ხშირად კითხულობ პასუხს ყველა მართალი მღვდელი არის წმინდანი და მღვდელი რომელიც არ არის წმინდანი ის არ არის მართალი მღვდელი და ასე შემდეგ მაგას თავისუფლად ამოგიკითხავ მოკლედ ძირითადში სამ შტრიხი გავავლეთ ექსპორტის ნობილი ისტორიული გეოგრაფიული რუკა ჩვენთვის საინტერესო რეალიები იბერიისა და რუსეთის სახით კერძოდ იქ სხვა ბევრი საიდუმლო რამაც წერია მერმე კირილ ლავრიოტისის ფუნდამენტური შრომა რომელიც მან 8 წელში გადმოსცა რომელსაც მან მოაგდობა თავისი სიცოცხლის 3/4 51 წელიწადი მანამდე 17 წელიწადი გაატარა თურქების მუსულმანების ტყვეობაში შემდგომი 51 წელიწადი მან მოაგდობა უმდიდრესი დაურაცხელი საწინასწარმეტყველო ეგზეგეტიულ ჰერმენევტიკული განმარტებითი ლიტერატურის შესწავლა იგი შეისწავლა საფუძვლიანად და იგი მარტო საერო სასულიერო ლიტერატურას არის კარგად ჩაასამღლა კარგად იცოდა საერო ფილოსოფიასა და ლიტერატურას წმინდა გადმოცემებს და ასე შემდეგ მათ შორის იბერიას ეშენოს მოდით თავის ადგილზე ჩაუთავრა მამა გიორგის ამ საუბარში ადგილი დაუწყოთ კირილ ლავრიოტის ჩემთვის და თქვენთვის ფიქრობ კიდევ იმით არის მნიშვნელოვანი ბოლოს წლებში მოწმე გავხდიდა ბერძნების საოცარი იმპერიული აზროვნებისა რომ ერთნი ეგენი არიან ელინები არიან ესე იგი ცივილიზებული და ჭეშმარიტი მართლა ყველა დანარჩენი არის ქართაკუთა ხალხები მართლმადიდებლობის მაგრამ ესეც არ არის პირით აი რა პირით ბერძენი მამის ფუნდამენტური გამოკვლევებიდან მოგახსენებ აბა ვინ დაიჯერებს ეს როცა
ჩექენ და ფუხარი ზესახელმწიფოები, სუპერსახელმწიფოები, რომლებიც პონს აძლევენ მთელ დღევანდელ ცხოვრებას კაცობრიობისას, რომლებიც მძლავრობენ უძლურთა და გლახაკთა ზედა, ანუ ქრისტეს სამწუხაროდ, ვინ დაიჭერს დღეს, აი ესეთ ვითარებაში, როცა უფრო მეტად დაიძაბება, ვიდრე მესამე მსოფლიო ომამდე ვითარება მთელ დედამიწაზე, ივერიას შეუძლია რაღაც კი არა, მე ბერძენი მამისგან გამოკვლევიდან წაგიკითხავ, თურმე რა მისია ქართველებს. ღმერთთან შემთხვევით საყარელო არაფერი არ არის. რატომ ამოიჩია ღვთის განგებულება? ღმერთმა თავისი დიდი სიბრძნით, ეს რომელიღაც უმნიშვნელო კუთხის უმნიშვნელო ხალხი. მე ივერიასთან შორის მოვიაზრებ ყველა იმასაც, ვინც ბოლო ჟამს აღიჩნება. რადგან ჩვენ ვიცით, რომ ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად ათოვლისიდან დაიძრება ბევრი ღირსი და ღმერთშემოსილი მამა. ჩვენთან საქართველოში ისეთი მამები დახტებიან, როგორც არის ჩვენი მამა გაბრიელი, გნებავს ლევანდელი მამა გიორგი და მრავალი სხვანი მოძღვარლო თუ სხვა. ისეთი სასწაულები მოხდება საქართველოში, მთელი მსოფლიო მიაღწევს მათ ყურადღებას. და ეს მოხდება არა ადამიანური ძალისხმევით, არამედ ქრისტე მაცხოვისგან. ბაჭორის სამსაუბრში მინდა გითხრათ, რომ ლევანდელზე დაერქვა კარგად მამა გაბრიელის ხატი ჩვენი კურთხევით შეიქმნა. მართალია, თქვენ მერწით, რომ ის არ არის დღეს კანონიზირებული, მაგისი დროც მოვა შემოკეთილი. მაგისი დროს მაგი. საქართველოს დიდების ხატში ახალ რედაქციაში ერთი ადგილი წმინდა ამბროსი აღსარებელსა და კირიონ გველმოწამეს შორის ამროპატრიარქს შორის სწორედ მამა გაბრიელისთვის შემოვინახე. და არც ის არის გაზიადებული, რომ პატრიარქსა და გველმოწამეთა შორის მოიხატება მამა გაბრიელი. თავის დროზე იჩქარენელა როგორც ბრძნული გამოთქმა ანდასა ამბობს. სხვადასხვა საქმე არ შევიდა და კარგად რა დაერქვა. დღეს რომ ნახე კალენდრი და ირაკლი დაწერა ჩვენი კურთხევით, ირაკლის ანგელოსის დღეა დღეს. ირაკლი მხედრის ხსენება არის მოწამისა. ეს ის კარგად ფიქრობ შემთხვევით დაერქვა. მე კიდევ ერთხელ აქტუალებული ვარ ამ ადამიანის მონიჭებული მადლიდან. საერთოდ თანამედროვე ადამიანის მიტანად გამოსახვა არ უძნელესი რა. სხვა არის როცა ისტორიულ პიროვნებას უკვე კანონიზირებულ გამოხატა. სხვა როცა არ არის კანონიზირებული, ასე ჯერ კიდევ ჩვენ სიფრთხეში ვიცნობთ მას, არც დიდი ხანი არ შეისმენა და ის გამოიხატება წმინდანის სახით რას ნიშნავს. ეს არის ჩვეულებრივი ნახატი. ხატი ეს არის იდუმალება, ხატი ეს არის სარკმელი შეგებული ზეთაში. და მე ის კოშკიდან პატარა სცენაკიც, რომელიც მიშენებულებოდა, ძალიან ცივსულიერად არის გამოხატული. მაგას თავის დროზე გექნება საშუალება და აფარიელობა. თუ იმე შემედავება, თუნდაც მაღალი რატომ გამოხატე, როცა არ არის მიდან, ის შენთვის უკვე არის. ამის ბევრი მოწმობა მაქვს მე. და საერთოდ წმინდანების კანონიზება უსმარ და აფეთქებით კი არ ხდებოდა ადგილობრივ ეკლესიებში. ჯერ საყოველთაო სამრევლოებში, ან მონასტრებში იწყებოდა თაყვანისცემა ამა თუ ადამიანს კანდიდატება როგორც წმინდანისა. მერმე და მერმე როცა მოხდებოდა თეორიული განგებულებით ისეთი რამ მოვლენები ხდებოდა, მერე ხდებოდა წმინდა სინოდის მიერ ამის აღიარება, უბრალოდ აღიარება და დამოწმება. თორე ხალხის მასებიდან მორწმუნე საზოგადოებიდან მორწმუნე ერიდან მოდიოდა ყოველთვის წმინდანების კანონიზირება. რეაქ იყოს მამა გაბრიელის, მამა გიორგის და ერთად, სხვადასხვა მამა გიორგი ბასილაძე მისი მოწაფე იყო. და მოწაფე დაემსგავსა მასწავლებელს, არა მარტო სულიერი სიბრძნით, არამედ სასწაულს მოქმედების და წინასწარმოებლობის მაგნიტაც. მას მოდით ამ რამოდენიმე ცივსულიერ ადამიანთან ერთად მამა გაბრიელთან, მამა გიორგი ბასილაძესთან, არქიმანდრიტ კირილე ლავრიოტისთან და სხვებთან ერთად შევუდგეთ დღევანდელი საქმელის გადმოშლას, გახსნას, ასე ვთქვათ, გამშვალებას. რაკ ინტერვიუს სახით დაალაგე ჟურნალისტებმა, სხვა შორის ესენი არიან არაუბრალოდ ჟურნალისტები, პროფესორი ლელად სირეკიძე და მზია შამათავა იყვნენ მოწმენი ამ საუბრისა, ჩაიწერეს, ანუ უпроსტოდ გონებაში ჩაიწერეს, აღიდგინეს, გადმოგწეს ინტერვიუს. გეტყვით იმასაც, რომ შემოწერებული გაზეთზე რომ შემეხმიანეთ, რაღაც ეჭვრის გამოცხეს, ზოგი ისეთი აზრია და მე წავიკითხოთ, ეს ისეთი აზრებია, რომელიც შეუძლია გაიგოს და შეიწყნა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტად ეკლესიურმა ადამიანმა და არავის სხვა ბევრისთვის ეს ანგარიშები და დაუჯერებელი იქნება, მაგრამ აქ გითხარით, საკუთრებოდ რას ეს მამა გიორგი ის არის მისი ორიგინალური აზრი. მართალია მას მოსაგმეხმა წინასწარმოებლობისა და თეოფანიების სახით, მაგრამ ამაზე საუბარი ჰქონდა საუკუნეებით ადრეც. თუნდაც მამა გაბრიელს, აი ხო ჩვენ კრებული გამოესწარს დიდი ხნის წინათ, რომელიც ვესაუბრებოდა ბოლო საუბარი ჩემთან მამა გაბრიელის საფიქრობ, მისი საუბარი ჩემთან ის მოწმეს ვეღავთი 3 საათი დაუღალა, თუმცა საშინელ ტკივილებს განიცდა. საუბარს გამდეჭერე შეწუხდა, სულად გახდა. ძლიერი ფიზიკური ტკივილების გამო იგი მესაუბრებოდა უკანასკნელ მოვლენებზე. აიქნებოდა იბერიის ეკლესიაში, აზრიზმების სახით და სხვა ცნებობა. რა მოხდებოდა საერთო ეკლესიაში, რომ დედამიწაზე
არა მარტო სულიერი თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით და როგორ აღდგებოდა საქართველო ნიკოფსიდან დარბანდამდე, რომლის უეჭველი პირობა არის მიროცხებული მეფობის, ანუ საერთო ტახტის აღდგენა საქართველოში, სწორედ მაგარი უნდა ხაზი. როგორ და რა ეს რომ შეიძლება და ესე იგი ბევრი აპიატურებს და ზოგადად თავის პოლიტიკური ამბიციების ასახდენად ცდილობს, ზოგიერთ ცდილობს გამოიყენოს, ეს ასე რა თქმა უნდა არ მოხდება. აი ეს ყველაფერი მიეთმოეთი რაც არის, რაც იყო ამ 15 წელს გადაიღოს ეს ყველაფერი. ყვავი არ დარჩება მისგან ქართველი გაფრინდულში, მაგრამ ის რა ვინც მოვა და რასაც მოიტანს. ვინც იქნება, რომელზეც ჯერ კიდევ წინასწარმეტყველთა შორის უდიდეს ესაიას აქვს საუბარი, რომელზეც საუბარი აქვს უდიდეს მოციქულს და ღვთისმეტყველს ივანე მახარებელს აპოკალიფსში. აი ეს როცა ახდება ყველაფერი, რომელზეც საუბარი, რომელსაც მოვა და მოიტანს, საქართველოს სულიად სხვანაირი ცხოვრებით იწვევს. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. არა იმის გამო, რომ ექსპანსია მოხდება, დაპყრობა და ასე შემდეგ, ანექსია. უბრალოდ დედამიწა და საერთოდ სამყარო ამის მერე შეწყვეტს არსებას. როცა წმინდანთა დასი ამოიწურება, რომლებიც შეტანილი არიან ცხოვრების ციხში, რომელსაც ვერავინ გახდის, როგორც გამოცხადების წინ იგვასწავლეთ, გარდა პროფესიული კავის, ანუ სისტემაცხოვრისა, თანამამიდა სული წმინდო, მაშინ უბრალოდ აზრი დაეკარგება სამყაროს არსებობას. სამყარო არსებობს წმინდანებისთვის, რომ დაცემულ ანგელოს და რიცხვი შეიცვალოს ადამიანების მიერ. ის ადამიანი, რომელიც წმინდანთა დასში შედიან სასუფეველში, ანგელოს და წილარია ის წინაშე, მისი დიდებულების წინაშე. თუმცა მე ვფიქრობ, ყველაფრის საუბარად ეს არ არის საჭირო. აი დღეს მეც მიუხედავად როგორც მოწმე იყავი, ჩემი ჩახლეჩილი ყელითა და ტკივილებით დავისებ წირავდი და თითქოს ეხლა ტკივილების დამეკარგა ამ საუბარ გადაგებაში, მეც ვარ ამ წუთში ინსტრუმენტი ღმერთის ხელში. მოდით ყურადღებით მოისმინეთ. სიბრძნით მოხედე, როგორც წირვა შენაკვამი, ეს როცა ითმის წირვალოცვაზე, მორწმუნეებრის ყურადღებას ამაფრებს, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ითქვას, ან ღმერთის მიერ, ან გალობლის მიერ, ან წიგნის კითხვენისა. მას სიბრძნით მოხედე. მამა გიორგი ეკითხებიან ეს მორწმუნე ქალბატონები. პატრიარქის ცნობილ ქადაგებაში ხაზგასმული ახალი აზრი, კერძოდ საქართველოში სამეფო ტახტის აღდგენის შესახებ პოლიტიკური პარტიების მიერ გამოყენებულ იქნა საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნის საბაბად. თქვენ რა სიტყვით ამის შესახებ? პასუხი. საქართველოს მეფე ეყოლება და ეყოლება თვით ქრისტე ღმერთის მიერ განსაზღვრულ შამს. არა ამათ მიერ. ქრისტე იესოსთან განსაზღვრულ შამს. სხვათა შორის მე კიდევ უფრო შეგახსენებ, რომ შამი ძველ ქართულად იცოდა არა უბრალოდ დროს, არამედ კეთილ დროს. ესე იგი კეთილ დროს, რომელიც ქრისტემ დააწესა, რომელიც უბრალოდ დააწესა არაფრის გამო კი არა, გამომდინარე იქიდან რა მოვლენების განვითარდება, ამ კეთილ შამს საქართველოს მეფე ეყოლება. წინ ამასა ვერაფერი ვერ დაუდგა. როგორც დღეს კი ვთქვი, პატრიარქო გაახმოვანა ის, რაც იყო ნაწინასწარმეტყველები. სხვათა შორის საქმე მინდა დავსინო, რომ პატრიარქს როდესაც რამოდენიმე თვის წინათ გადავეცი, ექსპორტის სტობილი რუკა ისტორიულ-გეოგრაფიული გაოცდა. არ იცოდა ამის შესახებ, მეუხარე, აი, როდიდან მოდის შენ კიდევ ეს, თუმცა მე-13 საუკუნეც არ არის ესე იგი უძველესი ჟამი. საქართველოში ის რასაც ეს ქებაი და დიდებას წინასწარმეტყველებას უწოდებ ქართული ენის შესახებ. თითქმის წმინდა ნინოსთან ერთად შემოვიდა საქართველოში ეს წინასწარმეტყველებანი. უბრალოდ ივანეს ოსიმამ ასე ვთქვათ, სისტემური ხასიათი მიანიჭა. შეკრიბა, თავი მოუყარა და ჩამოქნა, როგორც ძვირფასი და თვისულიერი სამთელი წინაშე ღვთისა. აგრძელებს მამა გიორგი პასუხს. ბოლოჟამის საქართველოს თვითმკურთხეული მეფე ნაწინასწარმეტყველები არაერთი ქართველი წმინდანის მიერ. ქართველი წმინდანების მთელი თაობები იღწოდნენ და დღესაც იღწიან ერისათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ამის შესახებ ნათქვამი ასევე დიდი შოთა რუსთაველის ვეფხის ტაოსანში. რამდენი რამეა გასაშიფრე. თუ შეიძლება ვეფხის ტაოსანზე იყოს, ეს არის ქართველებისთვის საერო სახარება, ასე ვთქვა. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ რატომ წაშალეს შოთა რუსთაველის ფრესკა ეს უკვე მეორე. უდიდესი საიდუმლოება იყო ამ ფრესკაზე გამოხატული. თუ თქვენ ვიდრე პირველად და მეორედ მას გადაღებავდნენ და სახე შეუცვლიდნენ, მათ დაფარეს ძალიან მნიშვნელოვანი საიდუმლოება. აი თუ თქვენ ხელგეწკიდება ძველი რეპროდუქცია მოიწიეთ. იქ არის მისტიური გზა დახატული იერუსალიმი. რა არის იქ? საქართველოს დაბრძანება არა მარტო დღევანდელ წმინდანებზეა დამოკიდებული, არამედ როგორც ჩვენს უდიდეს წინაპრებზე, მათ შორის თამარ მეფეზე. რატომ დაიგრძალა წმინდა ნინო როდმის მონასტერში და არა მცხეთაში, რომლის დედაქალაქი. თუმცა მეფე დედოფლის სურვილი დაჟინებული ეს იყო. და სიცოცხლეში რომ ვერ დაიყოლიეს, ეძახდნენ მიძინების შემდეგ წმინდანი გადმოესვენენ, ვერ შეძლეს. ღმერთი აღუდგა მართლებას. ამ რა იყო საყვარელი, როდესაც ცხოველი ვერ აღწიეს ხალხამეჩითაც კი, წმინდანი მოსულსობით რომ ზე აიწია,
ანგელოზი ეშვენა რა მას რა სამი სიტყვა უთხრა წმინდანებს ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით მაგრამ წმინდანი ცით რას ნიშნავს ფისკაცი მოვა და განგვიმარდავს და გვიწინასწარმეტყველებს ყველაფერს მაგრამ ეს ერთბაშად ახდება რომელიც სულელი მშობელი ეცდება შვილი დააბუროს თუნდაც ძვირფასი ხიზილალე შვილი ბავშვი ის ხომ დაიხშობა და მოკვდება თქვენ ჯერ როგორც პავლე იტყოდა ზეუნასვა ჩვენი სარწმუნოებისა როდესაც კბილები წამოგეზდება სულიერად ვამბობ ანუ მომწისდებით სულიერად კრედომ სულხედელობა გექნებათ მართლმადიდებლად და არა ისეთი რომ ვიღაცა გამოვახუჭაში იმის რა ვიღა ტელევიზიის გამო მასუსმენ ესე არა ჩვენ აგვაქვს გონება ქრისტეს პავლე ამბობს თქვენ სამწუხარო ჯერ კიდევ არ აქვს გონება ქრისტეს რომ ქრისტეს გონებით უჭვრიტოთ ყველა მოვლენას გაანალიზოთ და გააკეთოთ სათანადო და სწორუპოვარი დასკვნები აი ამისთვის და ამაში ვეხმარებიან ჩვენ თუნდაც დღევანდელი არა მარტო უწმინდელი წმინდანები ყველაფერი თავისუფლად განსხვავდება ღმერთი თავის წმინდანებს ამსახვებს თქვენ ეს არ იცით ისინი არიან თქვენებურად ვთქვათ გზაში რომლებიც არც თუ შორეულ მომავალში ყოველივე ზედმიწევი და პუნქტუალურად განგვიმარტავენ და გვიწინასწარმეტყველებენ ისეთი ძალა დატრიალდება საქართველოში ეს შენი სახელმწიფოები საერთოდ არაფერი არ აღნიშნებიან ისეთი დიდებული მოვლენები გაიშლება საქართველოში. ეხლა ზოგიერთმა სკეპტიკოსმა თუ სულაც ურწმუნო არ იფიქროს რომ რაღაც ილუზიებით ხდება სამღვდელობა მეოს. აღდგომა და ხვალეო. მე შეთავაზი რა გიქარ. რაზეც ბევრს რაც მე გეუბნებოდი ძველი გრაფიკავს ხელში. თქვენ აი თუნდაც მატრონავრო თავიდან იხდიან თანხმობის ნიშნად ესეც მამაღლაც მithმა და სწრები. ძალიან კრიტიკულად და ეჭვის თვალით უყურები. საერთოდ რას ნიშნავს ავტორიტეტი? აი მაგრამ რომელიღაც მოძღვარს ამ პატრიარქს ამ ძველთავას ადამიანს ერისგან აქვს ავტორიტეტი რას ნიშნავს ავტორიტეტი? ის როდესაც გეტყვით თქვენ გამოკვლევას აღარ დაიწყებთ. თქვენ მას მიიღეთ სათნოები. ეკლესიაში ამიტომ არსებობენ ავტორიტეტები. ისე როგორც ავტორიტეტები უნდა იყვნენ ერთში. თუმცა ერის ხელისუფალს, საეკლესიო ხელისუფალს რამდენადმე განსხვავებული ფუნქცია და დანიშნულება, თუმცა ორივე ერთად. ერთ საბოლოოდ თიმ საქმეს ემსახურება. ყოველ შემთხვევაში უნდა ემსახურებოდეს. მაგრამ არანაირი ეს კონგლომერატული ხელისუფლება, მარიონეტული, საპრეზიდენტო იქნება, საპარლამენტო თოჯინების თეატრი, ვერაფერს წარსების ვერ მოუთან ქართველებს. მაინც და მაინც არ დღევანდელ მიტინგებზე, წინდელ წვიმიან რევოლუციის დღეში არის მისი მეოთხე სიტყვა. ეხლა ისე კი არ გაიგო, ეხილობას 10 ხელი რა მოსაწონი ესენი არა დღევანდელი ხელი. მე ყავაზე ადრეს ვამბობდი. რისთვის დაიწყრილა და გაიწართოვეს პეტრე-პავლეს ეკლესია. რაც მამა იშვილი არის. მეც რას უნდა მოველოდე. ეგეც არ იყოს არანაირი რევოლუცია, სისხლიანი, ყვავილიანი თუ შოშანიანი არ არის ღვთისათვის მოსაწონი. პირველი რევოლუციონერი ზეცაში ამბობს თერაპევტი იყო სატანა. ყველა რევოლუციონერი არის მისი მოწაფე. დღეს თავს იქებენ. რას იციან ამ საწოდავმა უმეცრებმა და გონება შეზღუდულება რომ ეს არის უმძიმესი სოდვა ქრისტიანაში. რატო? აი მაგრამ დიონისის არიფაგლე პავლეს მოციქულის მოწაფე გვასწავლის. ადამიანები კი არ უნდა იღებდნენ ძალმომრეობით ხელისუფლებას, არამედ ღმერთი ანგელოზთა მიერ, რომელსაც ეწოდება თავრობა, თქვენ არ ვიცით თავრობა საიდან. ანგელოზის სახელიდან მოდის, არიან ასეთი დასწრებული ანგელოზები, თავრობა მეორე პრიადის ანგელოზები. უფლებანი ხელისუფლება ანიჭებენ მათ ძალაუფლებას. უნდა ანიჭებენ, მაგრამ დღეს ხდება მიტაცება. და ბოლო დროის ისტორია მონოსხული არის რევოლუციები. რევოლუციები საფრანგეთის თუ სხვა ინგლისის იწყებოდა მეფეთა დამხობითა და დაში საჯაროდ. ანუ მეფის ავტორიტეტის გაუქმება. არც თუ შემთხვევით რა თქმა უნდა. მაგრამ სიტყვა ძალიან გაგვიგრძელდეს და უმთავრესი საქმელი დაღლილობის გამო არ გამორჩე, თუმცა იმედია რომ თქვენ ნავარჯიშები ხართ დაღლილობაში ჩემგან. ამიტომ მე მიუბრუნდები თავად საფრთხეს. დღეს ზოგიერთი თქმით დაიღალე მამაოს კამერაზე ვერცი მივერწნო და აი რომ მომყავს გადმოიციეთ არ უნდა ჭიდროდ განა ცელაფები თაქ რას ისა აქ დაღლაჯობია იქ გაწალვა ჯოჯოხეთში დამჯერ ბევრისთვის ვინც არ ცხონდება სანატრელი იქნება ეს ემინისენციები ამ ტაძარში გატარებული ამ საუბრების მთებში იმედი მაქვს რომ უბრალოდ მსმენელები არ იქნებით ხოლო და თანამსმენელები არამედ დამმართველი და ასრულებელი იმისა რაც გეტყვით ისედაც ჩვენ ცოდვილის ქსით მაშინ ეს ვეფხის ოსაში და სხვაგანაც არის ამის შესახებ. იგი ანუ ეს მირონცხებული მეფე იქნება საფრთხო მიაქცეთ ყურადღება. საფრთხო ხედვისა და დიდი სულიერი ძალის თვალები პიროვნება და არა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა, არამედ უბრალოდ სიმბოლო ბჭყალებში ფთებშეკვეცილი მმართველისა. რა არის რას გულისხმობს? კონსტიტუციური მონარქია. კონსტიტუციური მონარქია კი არ აღება საქართველოში. აბსოლუტური მონარქია აღება. მეფე მოვა და ის უბრალოდ თოჯინა კი არ იქნება როგორც ინგლისელებს და
პირდაპირ გაგებით ოქროს ეტლს ჩასვამენ, გაასეირნებენ, გამოასეირნებენ, სინდისია ეს. რა სინდისია? ფულსინდისობა მოიცვა ინგლისი. სოდომური ცოდომი ყოველდღიური განწყობილებაა მათთვის ეს. თუ თქვენ იცით ამის შესახებ. და რაღაცა უფრო დანარჩენს არა. ჩვენ ესეთი თოჯინები არ გჭირდებიან. ისინი ბევრი ყავდა სხვადასხვა სახით. არამედ მოვა ჭეშმარიტი აქტიური ხედვისა და სულიერი ძალაუფლების მქონე პიროვნება არა სიმბოლო ფთევშეკვეცილი მმართველის ანუ კონსტიტუციური მონარქისა როდესაც იამოხრანებს ბაგრატიონთა შტოს მუხრანიშტოს პირდაპირ სამშვენივრელი იყო და ამ თემში თქონდა საუბარი მორიდებით ამბობდნენ კონსტიტუციური არამედ კონსტიტუციური კი არა აბსოლუტური და გაუცებულმა შემომხედა მე მგონი ამ ლაშებს მომარს რა თქმა უნდა ეს ვერტყვა თვალებს ეწერა ბაგრატიონებს არჩევა რომელიღაც გლეხიშვილს კეტია მამა არჩევს შეერა ამის შესახებ რას ისა ამჯერად წოდებების მიხედვით არ იქნება ჭეშმარიტება და სარწმუნოება. მეფე ესე იქნება სვეტი მართლმადიდებლობისა, ძლიერი მმართველი, მეფე დიდი დავითის სულით. აქ ორი დავითი გულისხმობა. დავით აღმაშენებელი და დავით წინასწარმეტყველი. იმიტომ ქართველი ბაგრატიონები სწორედ დიდი დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები არიან. და კიდე ლავრიოტის აღსჯელობა გაღებული კარი რას ნიშნავს? და დავითის კლიტელი. აი რატომ ისა ეს ყველაფერი ამის განმარტებასთან თავის დროზე დაგიკითხავ. მეფის გამოჩენა არანაირად არ არის მეამცეთ ყურადღება დამოკიდებული რაიმე პოლიტიკურ სიტუაციებზე. როგორც გითხარით, ის გამოჩნდება თავის დროზე და ამ დროს ვერც ვერავინ დააჩქარებს და ვერც ვერავინ დააყოვნებს. პოლიტიკოსების დებასრულებზე ის არ მოვა. პირადი პოლიტიკური ამბიციებითა და ძალაუფლების ჟინით შეპყრობილ ადამიანთა ყველა ცდელობა, თუნდაც დღევანდელი პოლიტიკოსებისა, სათავისოდ გამოიყენონ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ქადაგება საბჭოთა დინასტიის აღდგენის შესახებ დიდი ცოდვაა და განწირულია დამარცხებისათვის. თუმცა ამ დაძაბულ მომენტში უწმინდესის სიტყვა, რომ არაერთ აზროვნად იქნებოდა ახმული სხვადასხვა ძალების მიერ, იმ თავით იყო ნათელი. ვიმეორებ, ცხებული მეფის მოსამზადებლად მოქმედი წმინდანები დიდი ხანია რაც იღწვიან, ასე რომ ეს პროცესი თვალყი არ იწყება ყრმა ბაგრატიონის შერჩევით, არამედ მიმდინარეობს უკვე და ეს წმინდანთა საიდუმლოა, რომელიც თავის დროზე გამჟღავნდება. ურჩევ ყველას, ვინც კონსტიტუციური მონარქიის შემოღებას იმიტომ მოითხოვს, რომ ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, ან კიდევ არასასურველი პიროვნება მათთვის ხელსაყრელი ფიგურით შეცვალოს, შეეშვა ცეცხლთან თამაშს. მეფე არ გამოჩნდება იმ დროს, რა დროსაც ძალაუფლების წყურვილით სულ დაბნელებულ ადამიანთა ჯგუფს წადია და არ იქნება ის პიროვნება, ვიზედაც ისინი იმედს ამყარებენ. ის რომელიღაც ერთი მუჭა დიდების მოყვარე აპილ მოყარე და მამონას ანუ სინდისრეს დამონებულ პოლიტიკოსებისთვის კი არ მოვა, ის მოვა ქართველიერისთვის. ის მოვა ყველა იმ ღვთისმკურთხეული წინასწარმეტყველების აღსასრულებლად, რომელიც უხვად არის წარმოქმნილი ღვთისმშობლის სიღვთომ საქართველოზე და ქართველებზე, მორწმუნეებზე. არა, ჩემო კარგო, ღმერთს განსაზღვრული აქვს დროს და ის დიდი სულის ღვთისმოყარე პიროვნებას, რომელიც უნდა მოგვეღინოს მეფედ. და ეს სვიდა გიქრა გამონებეთ ისინი იგივე ქალბატონმა იამუხრანელმა ხოლმე რომ რიანოვასის საუბრებზე მიახელი დარეჯანის სასახლეში უნდა ყოფილიყო საფრანგეთის ტელევიზიის ჩაწერა. თავდასხმა საკრებულოს წევრებზე მე არა ვარ ასე დავი არც ერთი ავარ მეთქი და ჩემი ადგილას გავეხურე, მაგრამ რაღაც უხარი ამით. არ არის მეთქი. თქვენ დაცვები თქვენი ლაპარაკი. ანუ მე აღარ ვაპირებ საუბრო ამას კონსტიტუციური მონარქია. საქმელი ითქვა აი როგორც გითხარით, როგორც მამა გიორგის ამოწმებს თავის დროზე ყველაფერი ფიზიკურად იქნება. მეფის კუთხეებისათვის უპირველესად თავად ერია მოსამზადებელი. აი აბა საქმეშულა. თავად კათოლიკოს პატრიარქ მე გახდი თავადასწაულთა იმ კრებაზე, რომელიც საპატრიარქოში გაიმართა რამოდენიმე წლის წინათ და გამოდიოდნენ სიტყვები და სხვა და ჩვენს გამოეთეხა ამას ამბიციებით კი არ მომო. პატრიარქმა მომიხმო რომ მორჩა ყველაფერი და მითქვა თქვენი სიტყვა ყველაზე მეტად მომეწონაო. ანუ ის იყო ზოგადი ლაპარაკები და ეს იყო კონკრეტული რა არის მეფობა და რა არის იერარქია და რისთვის მოგწარ მეფმა ეს ორი ღვთაებრივი ნიჭი და საწესი. პატრიარქმა სწორედ იმ შეკრებაზე ურჩია თავადასხმა საკრებულოს. იქადაგეთ მონარქიის იდეა. გამოეცით ლიტერატურა. მათ ასებით ვერაფერი ვერ გააკეთეს. ვერ გააკეთება. თუ ღმერთი არ იქნება, როგორ გააკეთება? ამოთ დარაჩობენ სალმოში წერია თუ ღმერთი არ აკურთხებს მათ. ბევრი არაფერი არ გაუკეთებიათ. მაგრამ ნელ-ნელა აი მამა გიუცავს მოხდება ერის შემზადება. ან კი დღეს რომ მოვიდეს მონარქი. მას აღიქვამე როგორც ერთ რიგი პოლიტიკოს, რომელიც მეფის მატიას მოისკავს. მეტი არაფერი არ იქნება. ზოგიერთი აქვე გაკითხავ როგორ თავადაზნაურობას უნდა ააგდეს თო, მიწები უნდა დაუბრუნდეთო. ესე იგი რა უმეცარია ეს ხალხი. დაცილით კი არ ვამბობ. ესა ჩვენი წარი რეალობა. წარმოდგენა არა მონარქიაზე. და ბევრი ჩვენთაგანი ქართულ მეფეებს ჩვენ დიდ წინაპრებზე მსჯელობენ რუსი უკანასკნელი მეფეების მიხედვით.
რომლის შექმნის ქვეშაც იყო საქართველოს ამის საუკუნე ნახევარი. სირცხვილი არ არის, რომ ჩვენი წინაპრების და მეფეების ისტორიას არ იცნობთ სინამდვილეში. აი დღეს მე ბარძინდა ვახსენე ქართლის მეფეები და ლუარსა პირველი და სვინონი რამდენმა სპექტაკლ მაჩის ვინ იყვნენ ისინი. ერთი უმეტესობა არ იცის. მართლა ისინი დღეს არ არიან კანონიზირებული, ასევე ალექსანდრე უდიდესი მეფე არაფრით ნაკლები არ იყვნენ ვიდრე ვახტანგ გორგასალო, დავით აღმაშენებელი თამარ მე ჩემ დაკავებამ უძინეს პერიოდში უხდებოდა ეს ქვეყნის მართვა. მათთვის ალია და ჩხლია ორივე თათარი იყო. ეს არის სიმონ მეფის ცნობილი გამოთქმა. ხან ხვანთქარი ეხვეწებოდა მეგობრობას და ხან სპარსეთის შაჰი. დღეს საქართველოს ამერიკის სუპერ სახელმწიფოს მეგობარ ქვეყანად არის გამოცხადებული. თქვენ იცით რომ აი სენატის რომ რომაული სენატის მიხედვით არის არქიტექტურაც, საერთოდ მართვის სისტემა, ამ იმპერიული მართვის სისტემა ამერიკაში შტატებში დღეს არის რომაული იმპერიული სისტემის მიხედვით. რასიშას საიკითხეთ საკმაოდ ისტორია. რასიშას როდესაც რომი აღიარებდა რომელიმე ქვეყანას მეგობარ ქვეყანად, ეს იყო მისი ვასალი ქვეყანა. დიახ, საქართველოს უნდა პარლამენტის ქვეყანა. იმიტომ ხდება რომ ხალხიან კერძო საკუთრებას არ უნდა დასწროს, რომ აქ ესეთი ტურისტების მოსაზრებით ქვეყანა გახადო. მეტი ფუნქცია არ ექნება. კიდე კაი გადავში შლაგბაუმის და რაჭე პერიოდში ნავთობის მილი რო გაივლის. ამაზე ხმები გავცენ და არ ენდობიან ქართველებს. არ გადაჭრან მილი სახშტარ შეიყვანო ნავთობის. აღარ მინდა ნახევრად პირველ ნახევრად წარიან სერიოზული საუბარის გაგრძელება. ყველას მოევნება. ამერიკა ისე გაუკლავდება მონარქი თითს არ გაანდეს ნეკითიც. რატო? აი უფრო სილასარაკო. უბრალოდ ოკეანეებში ჩაიძიება ეს კონტინენტი. მე თავმომწონებდი რომ ღმერთი ყველა გამოიყვანს მანამდე ღვთისთვის სათნოა. და ეს თანამედროვე ცივილიზებული ბრბო, რომელსაც სოდომ გომორი ცხოვრების წესად ეზმანება, აი ესენი დაიძიებიან ამ კონტინენტთან ერთად. სამაგისო თუ ხონდა მიიშტება და გაფრთხილება. კუნძული მარტინიკი გარიდია. ყვაოდა მასონური ესეთი ცენტრი იყო, სოდომ გომორი. ღმერთმა ყველა გაიყვანა, ზოგ სიმრეული ჩვენება და ზოგ სულიერი ათორი ახევ დატოვეს კუნძული, როცა ყველა გაიყვანა უკანა საშინელი მიწრები ჩაიძიეს მთლიანად. ხმას არ იღებენ ხელს და დაემართა ამ კუნძულს. რა იყო ეს კუნძული? ისი სიმბოლო იყო? რამდენი მაგალითებია? ჩვენ კიდევ ამის უდასრულია, როგორც შევიკო, გავარდი და რომ იყო ეს ხელი არ გეცი. გადაღლილი ხარ ყველაფერზე. აი ბაბათე როგორც ცხოვრები ისე იცოხნენ. ტინჩა, ზარმაცა. ტვინის განდრევა გეზარება და ტიკის განდრევა. გულახდილად გეუბნები. მიჩეული ხარ. მიხო დაეხრები ტელევიზორთან საათო, მე წახო მოკლედ ილოცებ. ვიზაჟი შეიძლება თქვენი მოკლედ ლოცვა. აქვე რა მადრიდ და ახმეტის რაბიდება ეგ. და ასე შემდეგ. თქვენ მაინც გამოფხიზლით მართლმადიდებლო ეკლესიურ სამეძახით პრესტავს. და თქვენ თუ ასეთები ხართ, როგორ გადაიქხავს პარლამენტ რისერში არიან. და ადამიანურ ჟილსა ნებასა და გატაცებებს არიან. მინდობი. მაშასე არა ამბობს მამაგიო, ღმერთ გასაზღვრია დროს და ის დიდი სულის ფისმოყარე პიროვნებას, რომელიც უნდა მოგვევლინოს მეფე. მეფის კურთხევისათვის უპირველესად თავად ერია მოსამზადებელი. აუცილებელია ერის როგორც სულიერი, ასევე პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება. ერმა უნდა გამოხატოს სურვილი და მზადყოფნა უპირობოდ აღიაროს ღვთისმშეული მეფის ძალაუფლება. ეს კრიტიკა და განკითხება კი არა, სულიერად როცა მომწიფდება ჩვენი ერი, მაშინ გამოჩნდება ღვთის კურთხევით ის ძალმოსილი მეფეც. ერი უნდა დაეკითხოს ღმერთს. ღმერთი კი წინასწარმეტყველის პირით აუწყებს ხალხს თავის რჩეულს და მხოლოდ ამის შემდეგ პატრიარქი აკურთხებს მეფეს. ბოლოშამის ქართველი მართლმადიდებელი მეფის მოვლინება უდიდესი ისტორიული და მისტიკური მომენტია. არა მხოლოდ ჩვენი ერის ცხოვრებაში, არამედ ზოგადად მთელი კაცობრიობისათვის. როგორც ანტიქრისტე ემზადება მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე გამოსასვლელად, ასევე ემზადება დიდი ქართველი ქრისტეს მოყარე მეფე ბოლოშამის გადამწყვეტი ბრძოლებისათვის. აი ვინ არის ყველაზე დიდი დაპირისპირება ანტიქრისტესათვის? და ამ საკითხთან პოზიცია ოპოზიციის თამაში დანაშაულებრივი წინდაუხედაობა და ამავე დროს ძინვეწოთა ღვთისა და ერის წინაშე. ღმერთთან ომი არავის მოუგია. დამარცხებით ისე დამარცხებულა, რომ მთელი მოდგმა აღვინა პირისაგან მიწის. მორიგი კითხვა. მამა გიორგი, თქვენ ხშირად ახსენებთ ცოცხალ მოქმედ წმინდანებს. მოგვითხრეთ, მაგრამ დღევანდელ ეკლესიაში ამ ცნებას ცოტა არ იყოს სხვა თვალით უყურებენ. ერთმა სასულიერო პირმა ისი თქვა, სად ნახეთ წმინდანები და ვინ არიან საერთოდ ეს წმინდანები დღესო? პასუხი. ნახეთ რა დღეშია ჩვენი სამბე. ესე ვდები რომ ამას ამბობს, სხვა სამოკითხოა. თუმცა რასაკვირველია, სულ 20 წლის წინ დედამიწის ერთ მეფეზე ადამიანებს უმტკიცებდნენ ღმერთი არ არსებობს. ეს არის საბჭოთა კავშირი. ხო იყო ეს წინამდვილე? იმ სასულიერო პირს კითხეთ ერთი, ეშმაკები თუ არიან და სად არიან თქო? თუ ეშმაკები არ არიან, მას ვის ღებდის ჩვენი ეკლესია? თუ ეშმაკები არიან და ისინი აქ არიან, იცოდეთ რომ წმინდანებიც აქ არიან. ღმერთს წმინდანები ყოველთვის ყავდა ქვეყანაზე და ეყოლება, მიუხედავად იმისა, ხედავენ თუ არა მას ჩოდებით სულ დაბნელებულები. ადამიანებს დიდი ტანჯვისა და ვნებათა დაცმულის ფასად
დღესაც ისე როგორც ძველად, როგორც უდიდესი ჯილდო სიცოცხლეშივე ეძლევა წმინდანობის დასტური ღვთისაგან. წმინდა იოანე ოქროპირი ყურადღებით მოისმინეთ, არათუ აღიარებდა დედამიწაზე ცალკეული წმინდანების ყოფნას, არამედ ნახეთ რას ამბობდა. ღვთის ხალხს შეადგენენ წმინდანები და არაფრფო. აი ვინ არიან ღვთისები. სხვადასხვა რა იოანე ოქროპირი ვახსენე. იგივე იოანე ოქროპირი ცხოვრებიდან შეგახსენე. მას აღიარებდნენ განა სიცოცხლეში წმინდანად. მიუხედავად იმისა, თუ თქვენ წაგიკითხავთ, წალიკვალით მაინც მისი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ იგი სიცოცხლეში არამედ უდიდესი მქადაგებელი იყო და ეგზეგეტი განმარტებელი წმინდა წერილისა და უდიდესი ასკეტი, ის იყო სასწაულს მოქმედი. შემოგითვალოთ მისი სასწაულები. არ შეგახსენოთ იოანე ოქროპირის როლი მსოფლიო მართლმადიდებლობაში, რომ მოციქულთა სპორი კაცია ჭეშმარიტად, მაგრამ როგორ მოეცნენ ჩვენაირი ადამიანები იოანე ოქროპირის. გააძევეს პოსტაბილგული. მანამდე მოიტაცეს თავისთვის პატრიარქად. იგაც იყო პოლიტიკური ვნებათაღერვალი. დედაქალაქში დროინდელი ბიზანტიური იმპერიისა. ანტიოქიდან ჩუმად მოიპარეს, მოიტაცეს ოქროპირი, რომ ხალხი არ ანებდა მათ თვით მეფესაც არ ეშინოდა. იმდენად უყვარდათ ოქროპირი. მაგრამ როდესაც მას შეხვდა მეფე მთელი თავისი დიდებულებით, მორწმუნე მრევლი და მღვდელმთავრები, იოანე ოქროპირი, რომელიც ცნობილია თავისი პირდაპირობით, ნახეთ რას ამბობს. პირველივე შეხვედრა რა უთხრა იმპერატორს, რომ დაგაზარდა იმდროინდელ იმპერიას და ბარბაროს ერებს. მე არ ვაპირებ ლეთის ნაპირებს ესიაროს. ანუ რა უთხრა? თქვენი ქვეშევრდომების და სამღვდელოების გამოსწორებით ვიწყებ მე საპატრიარქო მოღვაწეობას. რა გააკეთე? ის გამოც მოიწვიეს, მაგრამ მოდი ესეც ვიტყო. ვინ მოიწვლა იოანე ოქროპირი? იოანე ოქროპირი მოიწვლა არა ოლიმპიადა დიაკონისა მისმა მოწაფე, რომ მთელი გულით შეიყვარა. თავი დარდო მისთვის. არამედ ის მოიწვლა სწორედ მეფე დედოფალმა, მათმა დიდებულებმა და სამღვდელმთავართა და პატრიარქების იმათმა, რომელშიც სინთეზის ქენჩნა სისტემა როგორც იოანე ოქროპირის სიტყვა, ესევე მისი წმინდა და ამაღლებული ცხოვრება. გააძევეს კონსტანტინოპოლიდან. ძალზედ მალე მოხდა მიწისძვრა და მოხდა ისე, რომ ყველაზე მთავარი მოქმედი პირი ამ ბოროტ მოქმედებისა დედოფალი ძლივს გამოასრიეს მისი სასახლის დანგრევებიდან. დეცე გადაურჩა სიტყვით. ანუ ღმერთმა შეიწყალა მისა კიდე სინანულით, სინანულში ჩავარდა წელი სასწრაფოდ ვიწერა, მალე ზღორებს გაატანა ელეძნებოდა მუხზე დაყობილი დედოფალი ოქროპირის უკან მობრუნებას. მობრუნდა. შეძე ოდნავ გავიდა და ის კვლავ გააძევეს. აქ ისოვრით იყო საქართველოს აღესრულა. და მისი წმინდა სხეულით კი ვერ ამოასვენეს 40 წლის შემდეგ, როცა ნებისმიერმა მოინდომა მამის სოდები გამოესყიდა და დედისა. ხარკამეშები დაუბეს ვერ ამოსეს ლუსკოვა რუსით განიწვევდა მისი ხორი საოცრება უხსნელი სხეული 40 წელი კი არა შემოკეთილი 16 საუკუნე გავიდა აი მე ცოდვილი ღირსი ვიყავ სიხარულისა ის უხსნელ კურს მთხოვდი იმ კურს რომელშიც დიდებული პავლე საკუთრების განმარტებას ეჩვეულებოდა აი ჩვენ ესე შევამკობ და ნიშები და სასწაულები მომდინარე იოანე ოქროპირისა და გვიმოწმებენ მის წმინდანობას მაგრამ როგორ მიიღეს ის თანამედროვე ადამიანებმა გამტევნეს მაგრამ მეტარიყვნენ ეროვნული სიმართლისაგან მახიას სასუფეველი ცათაი ასეთია დიდი იოანე ოქროპირი ვიდრე შენდოდის წერილი არ ჩაუდეს ხელში მეფის და მისი მშობლების მეფე დედოფლისა მანამდე შეძლეს ამოყალიბება ოქროპირისა ანუ მე რამდენია საყვარელო გითხრათ ნუ ხართ ასეთი მიანიტები და დაუფიქრებლები ანუ ამით მივანიშნებ იმას რომ დიახ დღესაც არიან წმინდანები ეს თქვენ ვერ ამჩნევთ იმიტომ რომ არ არიან რომ თქვენ ხართ ბრმები ეს სიბრმავე მომდინარეობს თქვენი ცოდვებიდან უნანელობიდან მოდით ახლა ნახეთ რა საშინელ სურათს ვიხატავს თანამედროვე ეგრეთ წოდებული ეკლესიის მორწმუნისა მამა გიორგი ზოგიერთ შეიძლება გაღიზიანდეს უბრალოდ მე ხელი არ მომიწერია რაც ის ამბობს აბსოლუტურად იგივეს გეუბნებით წელი განმავლობაში მაგრამ როგორ არის ეს შენავრდა შენდობარა მოფესდა მოქიჭდა ვიღაცა სხვა უნდა გითხრათ ერთვა ამიტომ მოხდა კომპოზიტორობისთვის კი არა თეატრალობისთვის აი დღეს მინდა ამბიონზე ჩეთაეთა პოეზია მამა გიორგი ბასილა თქვენი ციტრო ის აქ არის ახლა სულ ისე როგორც მამა გაბეს მაგრამ ჩვენ ხომ ამას ვერ ვხედავთ რატომ ლიბრი ვაკრია გონების ძალზე ჩვენი ცოდვებისა და უგულისხმობისა სიზარმა აი იოანე ოქროპირის ვახსენებ ემასებში და თავის მახილებელი ხადაგებში ახსენებს უდარდელობას უზრუნველობას მორწმუნეებისას ეს იყო მაშინ ეს არის განსაკუთრებულად დღეს ხრნის როგორც ჩერტიტი ეს უდარდელობა და მცონარება სიზარმაზე თანამედროვე მრევლს ბევრი ოცნებობს რომ ის ხონდება ასე არა აი მომწონს მაგიური როგორც ხონდებიან ასეთი წყალებში მორწმუნეები არ არსებობს მოწმის მამა გიორგი რომ შეთვის მისაღები არ იყოს და მისი სიტყვა და ცხოვრება მე აქედან მოვიყვანდი ამ ხელაფ წელი მას დავიკითხავდი როგორ აფიქრობ თქვენა ან გავამყარებდი თქვენთვის არაჩემთვის ან მამა გიორგისთვის მის დაცვას თქვა იგივე კირილეს და ლავრიოტისის ფუნდამენტური ნაშრომებიდან ან ესპრობის რუკის ხსენები და სხვადასხვა ეს ნაწილი ფრაგმენტები მოიგონეთ უამრავი და უდიდრესი გინდა გითხრათ ეს საიდუმლო გადიდა რომელიც არავინ არ თქვენ გაიგეთ ამას
რომის პაპების ბიბლიოთეკაში რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი დედამიწაზე დღეს ინახება არაერთი მანუსკრიპტი ანუ ხელნაწერი რომელზედაც კონკრეტულად არის დახატული რას ნიშნავს მიზენის გაწმენდა რასთან და ვისთან არის ეს დამყარებული რომის აქ გარდაცვლილმა პაპმა პავლე მეორე უწყოდა ამის შესახებ კიდევ საერთოდ მორიგი გითხრა ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს დაურეკა არის თუ არა ჩვენს სამწყსოში ასეთი ადამიანი ის იყო სამწყსოში პატრიარქს არესიანო და უთხრა მათ არის მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ არისო ანუ მასში ჰქონდა რომ იოანე პავლე როგორც პოლიტიკოს უდიდესი ავტორიტეტია დედამიწაზე ძალაუფლება ეს ადამიანი არ წაეყვანა თავისთან ვატიკანში რომაული ეკლესიის ინტერესებისთვის მათ დაფარა ფაქტიურად ის ადამიანი ისე როგორც ბევრი წმინდანი მოქმედი მზადდება და ამზადებს მონარქის მოსვლას რა თქმა უნდა ჩვენი თანამედროვე სოციალური ადამიანია აი უპროფესიო რამდენი ვისაუბრეთ ის რომ იყოს ჩვენი თანამედროვე თქვენ აღიარებით მას მინდა არა მგონია თან ჩვენი ბუნებიდან დაიწყებოდა ფეხის დადება შანტაჟები ცილის წავება განკითხვა და ასე შემდეგ ეს იმიტომ მოხდებოდა რომ თქვენ თვითონ არ ახართ წმინდანები აი რატომ მოხდებოდა თორემ მსგავსი ეს პირი მას ამბობს მამაგიორგი არ არსებობს ადამიანთა მოღვაწეობის არც ერთი სფერო არც ერთი ფენა სადაც წმინდანები არ მოქმედებენ ერში წმინდანების საიდუმლო მოქმედება ძალიან დიდი და საინტერესო თემა მე მოვეგონეთ ბოლო დროის რუსი მამების და ბერძენი მამების სინასამგლოსო ბოლო დროს ნიჭებით ვინც იქნება გასაკეთებულ თეონიჩებ დაჯილდოებული ის კი არ გამოამშვალებს ის მას დაფარავს რადგან არის დიდი სასტური ამით აპატრონებაში ჩავარდეს არასწორად აღიქვან თავად ნიჭების გამოვლენა მაგას სხვა დროს ვისაუბრებ დღესდღეობით ყველაფერ ამას უბრალოდ ვერ გაიგებს და შეიძლება წყალებში ყოვლის სოდნე წყალებში თავდაჯერებულმა მათემატიკელებმა 1000 გვარი ხეხელობა და მწვალებულობა მოგვაწერსო მეო მამადიო ამას ამიტომ წმინდანები ამ საიდუმლოს ერის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად ნელ-ნელა გაგვიხსნიან ისე იმათი ძალიან ბევრი იციან წყალებში განათლებული მართლმადიდებლები მინდა წმინდა წერილს შევახსენო ასეთ თვითაჟერულ მართლმადიდებლებს რაც არ გესმის იმით მხოლოდ გაოცება შეიძლება მის უარყოფას კი უგაბედა იმიტომ არ გესმის უბრალოდ ყველა ნამდვილი მღვდელი წმინდანია მღვდელი რომელიც არ არის წმინდანი არ არის ჭეშმარიტი მღვდელი წმინდანები არა მარტო სამღვდელო ან საბერო დასში მოღვაწეობენ არამედ საიდუმლოდ მოქმედებენ ცოდვილ ადამიანთა წრეებში მათ გადასარჩენად სწორედ საიდუმლო წმინდანები უყალავენ გზას ცოდვილებს ეკლესიაში მისასვლელად ეს პირველი ეტაპი მიყვანება ეკლესიაში ხოლო ეკლესიაში მოქმედი წმინდანები ანუ სამღვდელოება წმინდა სამღვდელოება ამზადებენ მათ სასუფევლისათვის ადამიანთა მოდგმაში წმინდანები არიან ის რჩეული ღვთისკაცები რომელმაც უსტომლად იციან სამოთხისაკენ მიმავალი გზა მხოლოდ მათ უწიამ როგორ გაიყვანონ ღვთისმშობლის ჯუნგლებიდან ცოდვილი ადამიანები და აიყვანონ სათავსასუფეველში როგორც საზე ვარსკვლავები გასხვავდებიან ერთმანეთისგან ზომისა და სიკას კავშირის მიხედვით ისე წმინდანებიც გასხვავდებიან ძალისა და სულიწმინდის ნიჭის მიხედვით პავლე მოციქულის მსგავსად ამბობს ანუ ეს ფაქტიურად პერიფრაზირება პავლე მოციქულის სიტყვებისა მნათობისგან გასხვავდება დიდები თუ ერთი უფრო მკაშაშა მნათობია მეორე ნაკლებად პირიქით წვისგან ნათებად 100 არიან წმინდანებიც ყველა წმინდანია მაგრამ ერთს მეტი ნიჭები აქვს და მეტი მათ მეორეს ნაკლებ მაგრამ თვითონ ნიჭისა მიხედვით თავისი დავალება ღვთისაგან რა უნდა მოიმოქმედო როგორც უკვე გამოგვიყვია მამაგიორგი ერთნი საიდუმლოდ მოქმედებენ მოიყვანონ უმეცარი ანუ ყველაზე ნიჭებას ემსახურებიან მეორენი ვინც აკეთებიან ისინი უკვე ამზადებენ სასუფეველისგან ეკლესიის გარეთ ნუ ერთ-ერთი მას ამოვეცვლა მაგრამ რაც არ შეიძლება იყოს ცხონების საიდუმლოდან მადლი და ხელმწიფება ჩვენი გადარჩენის ახმერთან მხოლოდ თავისი წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას მისცა აი ესე იყო ეხლა მამა გაბრიელი მომაგონდა სულებს ეძახდნენ და გადარევს თანამედროვენი დღეს ბევრი ამ ფარისეველთაგანი მას ვითომ და თაყვანს ასწევენ სიმწერი ჰქონდა მოგროვილი ის დიდი ნიჭი 1000 ტკივილები 1000 დამწირები ამასაც მალავდა ის ერთ-ერთი მაგალ გამოსწორებით ზოგიერთმა ყოველწლიურად ერთ-ერთმა წყალებში მის მოწაფემ გადაწყვიტა მამა გაბრიელის თავი ეჩვენებინა თავისი ახლობლებისთვის ესე იგი რა უნდა იმიტომ რომ მამა გაბრიელი წამოჭი პატიმოყარული ჭამდა რომ ასეთი დიდი მოწვლის შვილი იყო ეს არის დიდი მართველი თვეობით არ ჭამს მამა გაბრიელი თვეობით არ ჭამდა არ ჭირა მარიამები მთელი რომ არ ჭამდა თუ გჭირა თვეობის განმავლობაში სამი პური რომ 17 წელიწადი იყო თუ იცით ეგამბავი არ ჭირა ფისაფის არაფერია შეიძლება ეგეც იცოდები და საერთოდ ღვთისმშობელი მარიამი არაფერს არ იღებდა როდესაც ის იყო წმინდა წმინდაში როგორ იყვებოდა როგორ სხეული არის ხა სხეული სწორედაც ესა ქრისტეს წმინდა სხეული რომ მოზელილი იყო მისი ქალწულებრივი სისხლიდან თავარ ანგელოზი გაბრიელი ასასრდოებდა მას ინახავს წმინდა წმინდაში ესეთი ხაფიც არსებობს და პრესკა ღვთისმშობელს რომ ეჩვენება თავარ ანგელოზი კალათი უჭირავს ხელში და საზრდელი წესივრე პური ანგელოზისა მოაქვს ღვთისმშობელ მარიამისთვის
ფიშოდელ მარიამის რომ ებზადებოდა არაუბრალოდ თუნდაც დიდი წმინდანის დედობისთვის. ეს იმიტომ მოხდებოდა რომ თქვენ თვითონ არ ახართ წმინდანები. აი რატომ მოხდებოდა. თორემ მსგავსი ეს პირი. მას ამოს მომაგიოდი. არ არსებობს ადამიანთა მოღვაწეობის არც ერთი სფერო, არც ერთი ფენა, სადაც წმინდანები არ მოქმედებენ. ერში წმინდანების საიდუმლო მოქმედება ძალიან დიდი და საინტერესო თემა. მე მოგაგონებ ბოლო დროის. ვთქვათ რუსი მამების და ბერძენი მამების სიტყვასო, ბოლო დროს ნიჩები, ვინც იქნება გასაწევ ციონიჩები დაჯილდოებული, ის კი არ გამოამშალებს, ის მას დაფარავს. რადგან არის დიდი სასტური, ამ პატრონობას ჩავარდეს. არასწორად აღიქვან თავად ნიჩების გამოვლენა. მაგას სხვა დროს ვისაუბრებ. დღესდღეობით ყველაფერ ამას უბრალოდ ვერ გაიგებს და შეიძლება ჭალებში, ყოვლისწოდნე ჭალებში თავდაჯერებულმა მართლმადიდებელმა ათასგვარი კრეხელობა და მწვალებლობა მოგაწევსო მე მამაგიო ამოს. ამიტომ წმინდანები ამ საიდუმლოს ერის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად ნელ-ნელა გაგვიხსნიან. ისე იმათ ძალიან ბევრი იციან ჭალებში განახლებული მართლმადიდებლები მინდა წერის შევახსენო ასეთ ფიზაჟერულ მართლმადიდებლებს. რაც არ გესმის იმით მხოლოდ გაოცება შეიძლება მის უარყოფას კი უგაბედა იმიტომ რომ აგესმის უბრალოდ ყველა ნამდვილი მღვდელი წმინდანია მღვდელი რომელიც არ არის წმინდანი არ არის ჭეშმარიტი მღვდელი წმინდანები არა მარტო სამღვდელო ან საბერო დასში მოღვაწეობენ არამედ საიდუმლოდ მოქმედებენ ცოდვილ ადამიანთა წვერშიც მათ გადასარჩენად სწორედ საიდუმლო წმინდანები უყალავე გზას ცოდვილებს ეკლესიაში მისასვლელად ეს პირველი ეტაპი მიყვანება ეკლესიაში ხოლო ეკლესიაში მოქმედი წმინდანები ამ სამღვდელოება წმინდა სამღვდელოება ამზადებენ მათ სასუფევლისათვის ადამიანთა მოდგმაში წმინდანები არიან ის რჩეული ღვთისკაცები რომლებმაც უსტომლად იციან სამოთხისაკენ მიმავალი გზა მხოლოდ მათ უწიან როგორ გაიყვანონ ღვთისმშობლის ჯუნგლებიდან ცოდვილი ადამიანები და აიყვანონ სათავსასუფეველში როგორც საზე ვარსკვლავები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ზომისა და სიკას ხასის მიხედვით ისე წმინდანებიც განსხვავდებიან ძალისა და სულიწმინდის ნიჭის მიხედვით პავლე მოციქულის მსგავსათანოს ანუ ეს ფაქტიურად პერიფრაზირება პავლე მოციქულის სიტყვებისა მნათობისგან განსხვავდება დიდებით ერთი უფრო უკაშა მნათობია მეორე ნაკლებად პირიქით წისგან ნაკლებად სხვა ასი არიანო წმინდანები ყველა წმინდანია მაგრამ ერთ მეტი ჭები აქვს და მეტი მაგრამ მეორეს ნაკლებ მაგრამ თვითონ ნიჭისა მიხედვით თავისი დავალება ღვთისაგან რა უნდა მოიმოქმედო როგორც უკვე გამოგვიყვია მამაგიორი ერთი საიდუმლოდ მოქმედება მოიყვანონ უმეცარი ანუ პრობლემები ემსახურებიან მეორენი ვინც აწვდებიან ისინი უკვე ამზადებენ სასუფეველში ეკლესიის გარეთ ნუ ერთ-ერთი მას ამოვეცი რაც არ შეიძლება იყოს სხონების საიდუმლოდ მადლი და ხელმწიფება ჩვენი გადარჩენის საქმეთან მხოლოდ თავისი წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას მისცა აი ესე იყო ხო მამა გაბრიელი მომაგონდა სულებს ეძახდნენ და გადარევს თანამედროვენი დღეს ბევრი ამ ფარისეველთაგანი მას თვითონ და თაყვანს ასწევენ სიმწერი ჰქონდა მოგროვილი დიდი ნიჭი 1000 ფკივილები 1000 დამწირები და ამასაც მალავდა ის ერთ-ერთ მაგარ გამოსწორებით ზოგიერთმა ბოლო შემთხვევაში ერთ-ერთმა ჭალებში მიწმოწაფენ გადაწყვიტა მამა გაბრიელის თავი ეჩვენებინა თავისი ახლობლებისთვის ესენი რა უნდა იმიტომ რომ მამა გაბრიელი წამოჭირა პატიმოყარული ჭამდა რომ ასეთი დიდი მოწვლის შვილი იყო ეს არის დიდი მართველი ჩვეობით არჭავს მამა გაბრიელი ჩვეობით არჭავს არჭირა მარიამ ეგვიპტელი რომ არჭამდა თუ გიჭირა თოლის განმავლობაში სამი პური რომ 17 წელიწადი იყო თუ ისიც ეგამბავე არჭირა ისათვის არაფერია შეუძლებელი ეგეც იცოდები საერთოდ ღვთისმშობელი მარიამი არაფერს არ იღებდა როდესაც ის იყო წმინდა წმინდანში
როგორ იკვებებოდა, როგორ სხეული არის, ხა? სხეული სწორედაც ეს არის, ქრისტეს წმინდა სხეული რომ მოზელილი იყო მისი ქალწულებრივი სისხლიდან. თავარ ანგელოზი გაბრიელი ასაზრდოებდა მას. ინახავს წმინდა პიეტარში ესეთი ხაფიც არსებობს და პრესკა თიშოდელს რომ ეჩვენება, თავარ ანგელოზი კალათი უჭირავს ხელში. საზრდელი ზეცივლე პური ანგელოზისა მოაქვს თიშოდელ მარიამისთვის. თიშოდელ მარიამის რომ ემზადებოდა არა უბრალოდ თუნდაც დიდი წმინდანის დედობისთვის ის ემზადებოდა მესიის მისაღებად თავის წმინდა საშუში. არ დაგავიწყდეთ როგორიც იყო მისია და დანიშნულება ისეთ იყო მისი საზრდოობაც ამაღლებული და ზეციური. მოკლედ აი უნეცარმა მოწაფე გადაწყვიტა თავი მოეწონებინა თორემ მამა გაბრიელი წამოჩენა კი არ უნდა მივიდრე ნახო მამა გაბრიელმა დაიწყო გიშერის სირბილი ვატკაცო როგორ შეადო დღეს ერთი სული მაქვს როდის წამო და გზაში ეუბნებოდა საერთოდ არ ჩამსო მამა გაბრიელი და გაწმილებულსა და განიკითხეს ეს არის რომ ამას ვიქებდი რომ ასკეთი ესე ჩამასამაზე ფიქრობს 24 საათი განიკითხეს წავიდა მამა გაბრიელმა როგორ ფიქრობთ ჩემ ათეულობით მოგროვილი მადლს მოწაფეს გავატარდი ერთხეშიო თავისი უგულურების გამო ანუ ის მალავდა იმ მადლს რომელიც ღვთისაგან ჰქონდა ეს არის სწორედ სიმდაბლე წმინდანისა და არა ისა რომ სადღაც ვალიშის ქვეშ ნახავს ფერად სიზმარს ყველას უყვება რომ წინა წარმატება მისცა მეფმა ზოგი წმინდანების მას განსხვავდებიან ძალისა და სულიწმინდის დიჩის მიხედვით ზოგი წმინდანი სულიწმინდის მადლის მატარებელია ზოგი უფრო დიდი სულიწმინდის ჩურჩელია ჯერჯერობით მეც ვერ გეტყვით არადა საქმელი ძალიან ბევრია. ერთი იცოდეთ, ეს ოდნა ყველაზე წინ ჩვენ ქართველებს გაბეხსდება. ო, არა, საინტერესო კითხულობს მამაგიორი. დიდი ვაჟა-ფშაველა როგორ ესვენა 20 წელი უხსნელად მიწაში. ანუ ვაჟა-ფშაველაც იყო ის წმინდა ადამიანი, რომელიც ერთი თავისი საერო მოღვაწეობით ადამიანთა გულებს ამზადებდა ქრისტესთან შესახვედრად. უბრალოდ მისი პოეზია წაიკითხე და მისი პროზა წაიკითხე. ორიოდაც ისინი ჩარში ვიყავ მის სოფელში, ჩარგალში. რა თქმა უნდა, მე მუზეუმის ყველაფერი ნახე, უფრო სახლი მუზეუმი დაპარტახებულია, რა თქმა უნდა. არავის არ ეზარდება ვაჟა-ფშაველას მუზეუმი. მისი პატარა მიწური ქოხი ვნახე. ცდილობდი წარმოვედინა ეს დიდი გენიოსი, როგორ ცხოვრობდა თავის სახლზე უწარდა და როგორ წვიდა კვერავდა იმ თაებრივ პოემებს. და დილის სვარით და ნამივით წმინდა ნოველებს. თუნდაც შლის მუხლის ნაამბობს ალგურისმო. ყველას ხალხი ისიამიეცა. აი ესეთ ამადგან და ბევრ ხერგალისა დაწუნებული ვაჟა-ფშაველა როგორ იწვა 20 წელი უხსნელი მიწაში. მოდი ამაზე გავაცით პასუხი. შემდეგი კითხვა. მამა გიორგი გასაგებია რომ ჩვენს ერთ ცოდვების გამო დააწყდა თავს ამდენი უბედურება, ტკივილი, წუხარება და განსაცდელი, მაგრამ დღეს ხომ ერის დიდი ნაწილი ეკლესიაში და ხურათებით მოისმინეთ. აბარებს ასარებავს, ეზიარება. ჩვენ კი მაინც გვიჭირს როგორც სულიერად ისე ეკონომიურად და პოლიტიკურად. თქვენ როგორ ახსნით ამ მდგომარეობას? ძალიან ყურადღებით მოისმინეთ და ჩვენზეა უკვე ლაპარაკი. ერის ღმერთთან შერიგების აუცილებელი და ჭეშმარიტი პირობა არა კადრებში ზერელებ მისულ ადამიანთა სიმრავლეა, არამედ მორწმუნე ადამიანების წმენის, სინანულის, ლოცვის, თვითმოსისობის, მორწმუნობის ხარისხი, აღსარების სიწრფელე და ცოდვებიდან გამოსვლის მტკიცე გადაწყვეტილება. სამწუხაროდ მინდა დავამოწმო მამა გიორგის სიტყვები, რომ თქვენგან უდიდეს უმეტესობას, ხარჩენის გლობის 25 გამოსვლიდან, მაგრამ უდიდეს უმეტესობას არანაირი სინანულის სინამდვილეში არ გააჩნია. მისის აღსარებაზე მოსვლა, პირის გაღება, რაღაცებზე, რატა რუტი, ეს სიტყვა უნდა ვიხმარო, ისეთივე მორიგი, ხნარების მონგრელი რიტუალია, რომელსაც სახსია მისი პირადი ცხოვრება. არანაირი თვალვა, არანაირი განცდა ქრისტეს სოდვათა, არანაირი გულის შულებით აღიარება, ეს არის მისთვის ფორმალობა. მამა გიორგი სხვათაშორის ბევრი განეკითხავს მისი ქუთაისხლები, თანამედროვე სულ დიდი ხნის განმავლობაში აყენებს არ აზიარებს. საერთოდ ასე უნდა მოვიქცე. ამის ტუნებები მეც მგონია. თუმცა ბოლომდე ვერ გადამიწყვეტია. ახალგაზრდობაში უფრო ახერხები, ბოლოსას უფრო რბილი გავხდი. რატომ და რისთვის ამასაც თავისი ახსნა, რა თქმა უნდა. გახსოვთ საყვარელი აი პეტრე პავლეში 20 წლის რომ წილად ერთი დედაგაცი რო იყო, რომელსაც სული პითონის ალაპარაკებდა საკმაოდ სცენარო ვიხმარო. რა უთხრა? დღეს ეზიარება 100 ადამიანი და სინამდვილეში ეზიარება 2 თუ 3 თუ 100 თქო რაღაც მახსოვს. ქრისტე თulis რომ დღეს ეზიარა ამდენი ადამიანი. დღეს რაღაცამდენი ეზიარება. აი მორის ადამიანებში ჭეშმარიტი ზიარებით. მთელი გულით, სინანულით საკუთარი ცოდვების გაზრდით და შესაბამისი აღიარებით. იმიტომ ყველაფერი დაქცეული ამბობს მომაგე ასე და ეს რომ არა ისე გადაწყვეტილება ცოდვებიდან გამოსვლისა. არა თუ საფშურო გაბრუნდა როგორც კი გავა ტაძრიდან იმ წუთში ხდება წარმართი.
რამდენი მაგალითი მოგიბართ, აი, და სათოს ეკონდა გამოცხადება. დაინახა რომ როცა მდეოს ვარცემ ხოლმე ცეფისკვერს ადგილს და სხვა და სხვა. თუმცა ამასთან პარალელურად თქვენ სიტყვაში ვართ აძლევდა ცეფისკვერს ღვთისმშობლის გამოსხმის მაცხოვრი ჯვრის მედალიონის ოქროს ვერცხლის აფის იმის ზოგიერთი გადიოდა და ცეფერა. ეშმაკები იყვნენ, გარეთ ელოზე როგორც წაერთმიათ მაფის. კაცივე. არა, გაცნაურა თქვენ როგორ გაყვეთ ეშმაკებს თქვენ მეთოდად დაიწერთ ისეთი საზარელია, საკითხი ადამიანი გარბისტული ხორციდან ვან ხდება შიშისგან ადამიანი. თქვენ დაგიწყეთ ჩვეულებრივი მანქანებით ბრძოლებს, გასართულებით. ემრო გალზე ეს ვარ სასული ხარ თქვირა და ყველა მამაცი ხარ ჩახრეშილმა წირა და იქადაგა. ცოტა ხوار აუქციო ჩიქა. და ეს აქცენტი საკუთარ აქცევამდე გრძელდება შუაღამების. მე ხო ვისმენ ახსარებს და ვიცი რა გულაბარაგო. სხვა მაგალითად მოვიყვანო, ეხლა წავალ დავეხრებით საათობით რა ხდება მიტინგზე. არაფერი არ ხდება იცით რა თქვენ არის. გულახდილა გეუბნები. კიდევ ერთი მეტალ არ შეცდეს ქართველიერი და ისე ისინი აიჩიო, ვისგანაც ახსი არის დატანჩული. მაგრამ მე ვხედავ ყველაფერი იქით. რამდენი მაგალითებია და რამდენად გამეკრებული ვარ ცოდვებში, გული გვახსნა, დახავსებული არაფერი აღარ ახდენს ეს ყველაფერი. ხურთასმენა მეტყოლებში გიგვესმის მეტნაკლებად. მას მინდა იოანე ოქროპირი წერს. იმიტომა ყველაფერი დაქცეული, აი ჩვენ ეს რა ხდება ჩვენ ცხოვრება. იმიტომა ყველგან გამეფებული უკიდურესი უწესრიგობა რომ ჩვენ როგორც სანახაობაზე ვეძებთ ხალხის სიმრავლეს. ხალხის კრებული საყვარელი, როდესაც იგი ღმერთისებას არ ასრულებს, არაფრით განსხვავდება მათგან, ვინც საერთოდ არ არსებობს. გინყოფილა და გინდა ასეთი მორწმუნეები. უფრო მეტ საჯელსაც მოიხედო რომ მიეცა და ვერ შეიტყდეს. ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოიკითხება. გეტყვით არის. ახსარება ერთია, ხოლო სინანული მეორე. გულის შემოსვლობის სინანულის გარეშე ნათქვამი ახსარება, რა შედეგის მოცემი უნდა იქნას? სინანულია მთავარი საყვარელო. სინანულს იწვევს ღმერთი ცოდვის სანაცვლოდ, რადგან სინანულია ის საშუალება, რომლითაც შემწოდე ადამიანს უბრუნდება ღმერთთან ურთიერთობის მორალური უფლება, როცა ერთს არ აქვს საკმარისი სინანული, მაშინ კაცმოყარე ღმერთი ისევ ჩვენ და სასიკეთოდ ვიგზავნის ტკივილს, წუხარება შიმშილს და სხვადასხვა სახის განსაცდელებს და ამით ვიბათვით ცოდვებს. აი დღეს ისევ ჩვენ აშკარად ვეძებთ ვინ არის დამნაშავე. ვინ იყო მაგალითად 15 წლის დამნაშავე, მე 7 წლის. ეხლა დღეს ვინ არის კონკრეტულ ადამიანს რატო უნდა მაგას ძალიან ბევრი დააშავეს. მაგრამ ყველაზე არსებიც არ ეძებს. სად არის ძაღლის თავი დამარხული. საიდან მოდის ესეთი მდგომარეობა, როგორ თვისობლის სიმხედრეს ასე გასწირავ და უფალი ამხელა ტკივილების 15 წელიწადი გადააქვს ქართველებს. აი ამაშია. რაციც მამა გიორგის პირით ღმერთი გარიგებ თქვენ. ცოდვა მატერია ის არ ხრება, ის უარყოფითი ბოროტი ენერგია და მისი განავითარდება მხოლოდ ცოდვის გამოტირებით. ან ტანჯვითა და ტკივილებით არის შესაძლებელი. ესე კი არა გადაგაფარა მამა არჩილმა ორარი წაგიკითხა ლუღლუღით ლოცვები და გეპატია თავისუფალი ხარ შეგიძლია თავიდან შეუდგეთ ცოდვებს. აი მაგასაც შემოხს ახლა მამა ყურადღებით მოისმინეთ. ჩვენ კი ვაბარებთ ახსარებას, მგლების პატიობენ ცოდვებს, მაგრამ აქ თავყარია პატიობს თუ არა ღმერთი. თქვენ იცით რომ ახსარების საიდუმლო თვითონ ქრისტე ღმერთი ესწრება და უგულოდ და ზერილად მისულს ის არ შეუნდობს. მიუხედავად იმისა რომ მგდელმა შეიძლება აპატიოს. აი ამაშია აუცილებლობა. ჩვენ რომ მგდელმა შეგვინდო ცოდვები ღმერთმა თუ შეგვინდო, თქვენ ბიბლიისთანაც იცით, როცა ღმერთი შეუნდობდა ერთ ან ცალკეულ ადამიანს, მათი ცხოვრება საგრძნობლად იცვლებოდა. კეთილდღეობისაგან, მათზე ღვთის კურთხევა მოდიოდა. მე მომეწონა ჟურნალისტს ეუბნება თქვენი შეკითხვა, ესე იგი აზროვნეთ, ესეთი სწორი კითხვა დასვით. თუ ღმერთმა შეგვინდო, მაშინ რატო ვართ დაში მდგომარეობაში? თვითონ უჩვენებენ და ერიჩვენ საერთოდ. რატო ვართ ასეთ სულყოფაში? ესე იგი გამოდის რომ ღმერთმა არ შეგვინდო. მაშინ როგორ გავიძებთ რომელი ცოდვა გვეპატია და რომლის გამოსასწრად კიდე უნდა ვიტანჯოთ? იმერელი კაცი ბაბუს ამბობს, მოდი მეც ვიტყვი ახელასორო. ამიტომ ვამბობ ბაბუ, სოციალი წმინდანები ნახეთ მეთქი. წმინდა მღვდელი ხედავს ყოველივეს და ის არ შეგინდოს თუ ღმერთს არც უჯერ შენობა და დაგინიშნავს ეპიტიმიას. ესე იგი მადლით მან იცის ვის ეპიტიმია მისცეს და ვის უკვე შენდობა. ადამიანის სულიერ მდგომარეობას ხედავს. მას შეუძლია შენი ცოდვები დაიდოს ღმერთის წინაშე და თვითონ გამოიკიროს. იგი ძალიან მცირე დროში გამოიტირებს ისეთ ცოდვებსაც, რომელსაც თქვენ წლებს მოანდობებით. როდესაც წმინდა მღვდლისაგან გესმით შენდობა, იცოდეთ ეს ქრისტესგან შენდობაა. ესე იგი შენდობას მიიღებს ის როგორც მღვდლისგან ისე ღვთისგან, ვინც გულის შემოსულებით და საკუთარი ცოდვების განცდით ამბობს ახსარებას. ამიტომ ვამბობ თქვენ ახლა გულისხმული და ზარმაცები. ეს ჩვეულებრივ აღგზავნეთ, როგორც ცხოვრებაში ყველაფერს. მორიგი ფორმალობაა თქვენს ახსარებად, ეს ასე არ უნდა იყოს. ეს არანორმალურია, ეს დამღუპველია. ყოველი კაცის მსაჯული საკუთარი სინდისია. სინდისი გეტყვის რა სიმსახური. ან კიდევ ესათვის განსაცდელი,
რომელი კონკრეტული ცოდვის გამო გეწვია. მე აღსარებს საუბრობ ასე მომისმენია რომ ადამიანს რაღაც ცოდვებშია ვერ გამოდიოდ რაღაც განსასწრებით უშინ საღამოთი სწორედ ასეთ ერთ-ერთი ბარათი მივიღე. იქო თვითყვი დღეს დილას წავიდე ხეგუში მე რომ მოვახერხე მე არაერთხელ უცხარი რომ ნუ სვავ და ღვინოში კი არ გოროდება უზომოდ სვავდა ეკლესიური მორწმუნე წყალებში ბოლოს უკვე ეპიდემიას დავადე აღთქმა მისა ერთხელ ორჯერ მე გატეხა მე სულების ქვეშ და სხვადასხვა მე იმას სხვა ცოდვებიც მოეწალა ასე ჯერჯერობით არ ვილაპარაკებ და მე როცა ბოლოს მოვიდა დაახლოებით 2 კვირის წინა და სამი დაუცხარი რომ იცოდე მე თუ კიდევ გატეხა ისად ვიცეო სიტყვას განსაცდელების არ დაახარესო დღეს წევლიანი თვალებით წერდა ვაჟი არის წევლიანი თვალებით წერდა რომ არ დაახანა განსაცდელა 2 დღე სიკვდილს უყურებდი თვალებში ეხლა ის არის როგორც კრავი უბიცო უმაგო გოლაჩუყებული ესე იგი მოდი გეკითხებით საყვარელო მამაშვილებს ბოროტება რომ მასის განსაცდელი სასიკვდილე განსაცდელი შეთქვა რა თქმა უნდა არა მერტის წინაშე ხო სიკვდილიც არ არსებობს ყველა ცოცხალია მერტმა ეს დაუშვა მისი გამოფხიზლებისთვის ამიტომაც ამობს მოციქული იაკობი რომ ყოველსაშინა მადლობდეთ უფალსა ღმერთი არის სიყვარული და ბოროტისგან გამოუსდები მას შენი ცხონება უნდა მაგრამ როცა ტკბილი ხმა ზეციური მამისა შენი ჭეშმარიტი მშობლისი ხმა აღარ გესმის რაღაც არჩენია უფალსა ხოი ადამიანო დაუშვა საბადყოფობები და განსახდელები რომ სინანულში მოგიყვანოს აგატიროს და შენი წრებლებით გააგბანოს შენი უმძიმესი ცოდვებისაგან თორე თუ ჩვენ სინანული გვექნება ეს სულის სტანოში რო წერია 15 წელი 10 წელი 30 წელი და 20 წელი 3 დღე წარადი საჭირო რომ ყვაპატიოს მეცლაც თუ წელი სინანული იქნება უამრავი მაგალითი შევიდე მაგრამ ესე ვქნა დახამოთ უსამართლობაზე რომ ესე იგი მისიანები ვართ თორე ღმერთი არ დავშვიდა გვაცხიდა და ბოლოს საუკუნოს სატანჯოს მოგცემდა რო ამოწყოთ ამივიწყო კი არ გაგივიწყა აი ამითაც ავსურდა ეს სიკეთეა უნდა შენი გამოყენება ცოდვის აჭრილებიდან და აკრამებიდან სიკვდილისა თორე ასე რო არ იყოს ვარ დახვჭავდა შენზე თვალს და ბოლოს გადაცემდა ჯოჯოხეთს ის ვინც ცოდვის გამო არის ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი ყველაზე უბედური ადამიანია ანუ ვინც აქვე არ მოიხდის საშილს ტანჯვითა და ტკივილებით ის სამუდამო სატანჯოში წარიგზავნება ჯოჯოხეთში ვისაგან ჩვენო ვიმეორებ ქრისტეს ქვეყანა ვართ ამბობს მამაგიო ეს სიტყვები ერთ ჟურნალში გადამიკეთეს სიტყვის მე არ ვიცოდი რა ისოს ქრისტიანული ქვეყანა რა ქრისტეს ქვეყანა საკუთო ნაწილი თქვენგან იყო მოწამეთაში ცნობილი ინტერვიუს შემდეგ ფიოტაში რომ გამოიწვია მორწმუნეებს და არა მარტო მორწმუნეებს ზოგიერთ პარლამენტარებს გუშინ მოლებთან ხასახუსანასთან დაყოდრეთ საჩუქრებს ძვირფას ჩუმრიდნენ ქვემო კავშირში თათრებს მუსულმანებს ხოჯებს და მოლებს ეხლა მამაგიოვისა იგი გადამება დაიწყეს სირბილი რომ ჩავიდნენ ესე იგი ვერაფერი ვერ გაიგო არც არ მიცხოვდა რაც პრიაოს საკმაოდ დაწერილიაო ის სულიერ მდგომარეობას ხედავს ადამიანის რატო უნდა გელაპარაკოს აი თიხამ ღერის რო იტყვია შეაყარე კედელს ერთში თქვენ რა გინდათ მისი საუბარი გაიგეთ რამეს თქვენ გინდათ მათრახი აი ეს არის მათრახი მე მიჭირავს დღესის ხელში თქვენს თავსებოთ შემართული აი წაიგეთ მიგათა ცხოვრებები ვის ეხსნებოდნენ ისინი ვის ესაუბრებდნენ ზეციურ საიდუმლოებს ვის არა მაგალითად გიყვართ არა თქვენ ილუსტრირება ჩვენი საუბარისა როდესაც ანტონი დიდი ეწვია პავლე თედელს ახლა მამა ანტონი დიდი თუ წაგიკითხავთ ის ცხოვრება და მისი გარიგებები აქტუალობაში მოვდივა როცა პავლე თედელთან მივიდა როცა ათეულწლებს საერთოდ არავინ არ ეხა ცეხვორციელი განუხალოში ცხოვრობდა ამდენი ხანი ათეულწლები დავიცი და საგიბო საუბრის დასასრულ როგორ გავიდათ რომ ვერ გაიგო საუბრის დასასრულ ფილელმა ორი ყური მოუტანა პავლე თედელმა ოდნავ გაიღიმა თვით ღმერთმა იცის რომ დღეს პავლეს ანტონი ეწვია სტუმრათო თის წინაშევაც ყველამ კარგად იცოდი მეტადრეც წინდანები ესე რომ მამა გიორგისთან ყველათ იარებით ასეთები აი ახლა დაბმული ამ ბაგაზე ჩემთან ჯერ აქ უნდა გაგეხსნათ გონება და მე როცა საჭირო ჩათვლი მე თვითონ გაგაგზავნ მასთან და სხვასთან ორ და სამჯერ კაცად გამოგიცხადეთ ორთხევის გარეშე არავინ წავიდეს მონასტერში მით უფრო მამა გიორგისთან მამა სერაპიო და თქვენ ზედმეტად ხარცავთ ამ ის ჩეულ ადამიანებს სარგებლობა თუ თქვენ აქ არ ნახეთ თქვენ ვერსად ვერ ნახავთ სარგებლობას კარგად იცოდეთ ჩვენ ვიმეორებ ქრისტეს ქვეყანა ვართ ამიტომ ერთ რამე ცოდვის ლკა არ უნდა გქონდეს ეს ანჯო და სისხლი მწუხარება სიდუქცირე ჩვენი განსაბანელი იყო
აი რაც მოხდა მამა გაბრიელის სიტყვებს ეხმიანება ეს დამოუკიდებლად ამობენ ამ დროს მამა გაბრიელი გადაწყვეტილია ღმერთმაო ჩვენთვის დაუშვაო ეს გასასწრებელი და ქართველები ტოვებენ სამშობლოს ღვთისმშობლის წინხოთ საქართველოს უცხოეთში გარბიან აღარ ვიქ როგორ გვარდები არასოთებში წუნდებში და უკან დასაბრუნებელ და დასამახ ფულსაც ვერ სრულობთ უდიდესი უმეტესობა ცხოვრობს თანამედროვე ამერიკული ოცნებით გუშინ საღამოთი ცეთეთმა ასეთმა ამერიკელმა მადლობა პრესის ადამიანებს ხიჭებას ტელეფონზე გავიცალე არ ვიცი ვინ არის და ესე ორი წელია ვიცნობ და ვერ ფოტო გამომისწავნა თავისი და შვილების მაინც სახერო წარმოვიდგინოთ მამაო ძიმე გასასწრების წინაშე გვაფრა გავიცან სტილოს მინუტის შრომობს დალეულია შრომისგან და ერთი ნატრაკ როდის დაბრუნდება საქართველოში მას ამიტომ მე გამეცოდვის ლაკა არ უნდა ქონდეს ეს ტანჯვა და სისხლი მწუხარება სიდუქშირე ჩვენი განსაბანელი იყო ჩვენ ძიმე ჟამი უკვე გამოვიარეთ წმინდა ბერგმა ერის თოდვათა დიდი უმეტესობა უკვე გამოიგირეს ჩვენ საკმაოდ ვეტანჯა იმ წმინდა მამების ტანჯვა და ლოცვა და თქვენი ტანჯვა ხალხო არის ჩვენი განცმეტელი როგორც მამა გიორგიამ უკვე გამოვიარეთ ნიშნავს რომ მალე ეხება შვება ქართველებს აი ეს ერთი არა გადატრიალება გადატრიალების რასაც კიდე ამბობ სულ სხვა რამის გამო ეხება შვება ქართველებს რადგან გესაუბრებ ყოველთვის ცილო გავაგებია ისეთი დრო დადგება საქართველოში არათუ სამღვდელო დასი არამედ ხელისუფლებაში წმინდანები გვეყოლებიან მეფე უდიდესი წმინდანი იქნება ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი ქრისტეს გაწინებულ საქართველოს დაახვედრებს შემდეგი კითხვა მამა გიორგი თქვენ როგორ მიიღეთ ძალა აქვს რაღაც ძალა როგორ მიიღეთ მე მუდელი ვარ და სიმართლე უნდა ვთქვა როგორც თქვენზე ასე საკუთარ თავზე კარგი იქნება ეს თუ ცუდი მე მაქვს ძალა მაგრამ არა ისე როგორც ექსტრასენსი მაიცია დავიძინე გავიღვიძე და ძალა მივიღეო მასე ბაბო ჩვენთან არ ხდება ღმერთი დაუსახურებლად ძალას არავის აძლევს თან ძალას იმიტომ კი არ გაძლევს რომ სხვა დაიპყრო დაიმორჩილო განასწრო და მე თავი განიდიდო არა ბაბო არა ღმერთი ძალას იმიტომ გაძლევს რომ ღმერთს სამშობლოს და ადამიანებს ემსახურო და არა საკუთარ ქისას ადამიანი სანამ ღმერთისაგან დიდ ძალას მიიღებს გადის გამოცდებს ღმერთისაგან რა გამოცდებს ერთგულების თვისაბი ერთგულების როყოლისა თამდაბლობის სიყვარულის მორჩილების სიმამაცის სიმკითის სამართლიანობის და სხვა დიდი ძალის მფლობელები დიდი ცოდვილებიც არიან წარსულში რომ მოდესმე ამ პარტავნებით არ დაიყო აქ მე მაგონდება პავლე მოციქული მწერალი მოციქულების სიცოცხლეში მესამე სამოთხეში აღწევილი რას ამბობს მომიჩინა ღმერთმა სათანის ანგელოზი დასემდა მიწაზე ხო ხავდა პავლე ტკივილებისგან ამას ხო სხვებიც ხედავდნენ ერთგვარად იყო ჩრდილს ატენებდა მას სამჯერ ვითხოვე ღვთისაგან სათანის ეს ანგელოზი გაიყვანა და მესამე ხმა მოეცვა გლოსოლარი ღვთისაგან უფრისა და დექიო გეხოს პავლე ის მადლი რომელიც ჩემგან შეში მოქმედებს რამე თუ მე ჩემს ძალას ვუყურებასა შინა ვასრულე და მე აღოს პავლე მე ვერი და ვიცავ მიხვდა პავლე რატომ მოულინა იმდენად დიდი მადლი ხონდა რომ პავლე რომ ხილოში და ამ პარტავდებაში არ ჩავარდნილი პანარ გაეღმერთებინა პავლე როგორც მაგალითად ისრაელიანებს მოსეს გააღმერთება უნდა და ამიტომ დაუფარა ღერდი არ იცია სად არის მოსეს საფლავი ასევე პავლესაც მოულინა სათანის ანგელოზი და ანახეთ ადამიანებს პავლე კი არ მოქმედებს რომ პავლეს არათუ ლოცვა არათუ შეხება ოფლი რა არის ოფლი ისიც კი კურნავდა თავსარქმელი სარწყელი სამოსელი წვერი და სხვა მაგიდა რომელთანაც პავლე ისე ხელი ჰქონდა დადებული ახლა მადლი და ძალა ქონია რომ არ გაეღმერთებინა ამიტომ საჭირო იყო პავლეს ადამიანური ხარე ეჩვენებინა უკვე რომ ისიც ემორჩილება ასე იგი სნეულებას და ავადმყოფობას ეს იყო უკურნებელი სემიჩე პრობლემი მოციქული არ დაგალისდება ცოდვების გამო კი არა იმ დიდი მადლის გამო რომელიც მას ღმერთმა მიანიჭა ივანე ოქროპირი ხშირად ვახსენებ არ შემიძლია თქვა ერთი ძალიან მიყვარს და მეორეც ისეთი როგორიც პავლე მოციქული ამბობს ეს მსოფლიო მასწავლებელი ივანე ოქროპირი არავინ არ ყოფილა დედამიწაზე და არასდროს აღარ იქნება ქრისტეს დიდების დაბრუნება აი ასე პავლეს ღმერთმა უკურნებელი სნეულება მოულინა და ნუ დრტვილად თუ ჩვენ ცოდვების გამო მოგვინეს რადგან ღმერთმა კი არ დაგვიცხა ამით ტილოს ტკივილებში დავატყობაში და ტანჯვაში ვაპატიოს ჩაბენილი აქვს თუ მცირე ცოდვები აი ხო ხედავთ როცა ღმერთი ჩვენთან არის და მის წინამეტ არ დავატყობ არც ხელი ტკივილი არ ისო თქვენ დაიღალეთ არაფერს არ აღნიშნავს დაიღალეთ ან რა თქმა დაიღალო თუ თქვენ უფალთან ახარ და უფრო გრძნოთ საერთოდ წეულს მოდით გავაგზავნოთ მამა გიორგის საუბარი და წარიგებანი ადამიანი სანამ ღმერთისაგან დიდ ძალას მიიღებს გადის გამოსცემს და ჩამოთვალა კერძოდ რასახისა დიდი ძალის პრობლემები დიდი ცოდვილების არიან წარსულში როდესმე ამ პარტავნებით არ დაიყო რომ თავი ღმერთი არ იყო და თქვენმა ღმერთად არ მიიღო
ძალის მეტი რა ქონდა ბოროტს. უპირველესი ანგელოზი იყო და ძალის საწურს ვერ გაუძლო. ამიტომ ღმერთ წმინდანები წინასწარ დაცული ხავს სოდვებით. სოდვაი ჩემი ამბობს დავით მეფსალმონე, წინაშე ჩემს არის მარადის. აი უდიდესი წინასწარმეტყველია, მის მოკვლაში მოვიდა მესია, რაც სოდვები ქონდა, მე მხოლოდ ორს მოგაგონა. კაცის ყლა და მრუშება. ეხლა ეს იმას კერიშოთ რომ შეგაგულიანოთ სოდვებს, ეს იმას ნიშნავს რომ ასეთი დიდი მადლი რომ მიეცა, მიუშვა სოდვაზე რომ როგორც აღვირი ამოსდებოდათ მომავალ წმინდანებს. აი როგორც იგივე დავითი ამბობს სხვა ფსალმში, მივდებ ჩენებით დაცემა და უფალმა ხელი აღიმყრა მე. ესე იგი მიმანება მიმიშვა სოდვაზე და მე ლაგანი მომწე და ხაჭნი მამტვრინაო, სხვა ფსალმში წერია. ესეც დიდი სიკრეტა და განგებულებით ხდება. ამიტომ არის საყურებელი არაფრისთვის არ მატრტვინავდე და არ მასაპეტრობდე უფალ ხმებს. არც სიხარულისთვის ასეთი რაღაცას ახსენებს. საფუძვლობენ ხმებს ამას და არც მხარებისთვის. როგორც პატრიარქი ჩვენი მოხუცებული პატრიარქი ბოლოს იაფინეორს, მხარება შენ დასაბამი ხარ სიხარულისა, სიხარულო შენ დასაბამი ხარ მხარებისა. სელავი როგორც ფრანგები იყვნენ, ასეთია ცხოვრება. ასეთი შექმნა ხმებს ადამიანი. მას დავითიც ამბობს სოდვაი ჩემი წინაშე ჩემს არს მარადის. ერთი ბუდისტი იყო მოსული მოწამეთაში. ნახევარი დღე დაჰყვა აქ თარჯიმანთან ერთად იყო ამოსული. საუბარში მითხრა ამ ადგილზე დიდი ენერგია ამოდისო. ეს პირადად მეც მითხრა საუბარში. ასეთი რამ მოხდა. მეც დავეთანხმენ, უსმინე მათ აქვს სოდნა ძალებზე, თუმცა ბოროტისაგანაა ეს სოდნა. არ ვიტყვი რომ ისინი ძალას უშრობად ღებულობდნენ, მაგრამ არასული წმინდისაგან. იახციეთ ყურადღება. მე მეუბნება თქვენ ძალიან დიდი ძალა გაართო. გრძნობ საით მიხავდა ლაპარაკი და ვინც ალაპარაკებდა. რა ვიცი, ბრუსლი არა ვარ, მაგრამ არა უშავს, ურწყამდი მეთქი. იმერულად პასუხა. არ მოეწონა. რადგან ძალა მასაც ჰქონდა და ხუმრობა დამცირებად მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ მკითხა, შენნაირები ბევრი არიანო? საკმარისად მეტი. ბოროტის სულით ლაპარაკობდა ბოროტის მსახური ქრისტეს მსახურთან. თქვენ ხომ მომის მოგება შეგიძლიათ სული სერიოზულობით მკითხა. როგორც კი ქრისტე ბრძანებს მეთქი უპასუხე. რაონზე გეკითხებოდა თუ გაკურებული მეკითხება მისი ქართველი თარჯიმანი. უთხარი რაონზეც გაოგნებობა თავს გაიქნია. არადა იმ ბუდისტმა მართალი თქვა, ხომ იცი, დავით და კონსტანტინეს ორი ომი აქვს უჯავრით მოგებული. აქვე გადახსენებს წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს. გაიყვანეთ ბრძოლაში 100,000 კაცი და ერთადერთი წმინდანი. ნახოთ, ვინ მეც შეძლებს. ის უნავეს ერთადერთი ადამიანი გავიდა. საბრძოლველად და მარტომ გააკეთა ყველაფერი. ამის ბევრი მაგალითები შეიძლება ბიბლიიდან და სხვათა შორის საქართველოს ისტორიიდანაც მოიგონოთ და ბოლოს ესაიას პირითაც ამოს უფალი ღმერთი, უფალი საბაუდი. და თუ მე თქვენთან არ ვიყავი, ერთი 1000-ს როგორ გააქცევდითო? შეუძლებელი კაცთაგან ყოველი შეძლებელს ვისამია. მაგრამ აი ამაშია საქმე, აქამდე კი მოდიხარ წმენაში და მე უკვე ყოყმანოთ. შეიძლება თუ არა. რატო? იმიტომ რომ ჩვენ დროის მარცვლის ოდენად წმენაც არ აქვს სინამდვილეში. არა მოგვით ასეთი რწმენა, მაგრამ გვინდა დიდი გულით ვეზიაროთ რა. ქრისტეს ყოვლადწმიდა და უხსნებ ხორცსა და სისხლსა, რომ ეზიაროს საყვარელო. გეუბნები როგორც მამაშვილებს, საჭიროა დაგიჩოს არა მარტო მოძღვარმა, არამედ საჭიროა დაგიჩოს საკუთარი სისხლს. აი დღესაც მაზიარებლები დაეკითხეთ საკუთარ სისხლს. წმინდანებს შეუძლიათ ზემოქმედება სტიქიაზე, ადამიანებზე, როგორც სულიერად ასევე ხორციელად, ნებისმიერ მხარ მატერიაზე. საერთოდ არ გიკვირს რომ 33 წელიწადი კაცმა არ იცოდა ველი იყო ეს მამა გიორგი ბასილაძე. ეხლა უსმათ გაიგო ამ დერმა და ესეც საინტერესო საგნებზე და იდუმალ საგნებზე გვესაუბრება. მას არ ქონდა აქამდე ის კურთხევა. შამი დადგა, რადგან ბოლო ჟამია და მან ეს კურთხევა მიიღო თქვენთვის. და საერთოდ ბევრი წმინდანის ლოცვითა და მოქმედებით ჩვენი დიდი წინაპრებისა, ზეციური წმინდანებისა საზოგადოებაში და დღეს არსებული თქვენთვის უცნობი წმინდანების მიერ თანდათანობით მზადდება ის, რასაც ყველა კვატახებული ამბობს. უწოდებს ივერიის გაფრთხილებას და არც კი იციან სინამდვილეში რას ნიშნავს ეს. მას წმინდანებს შეუძლიათ ზემოქმედება სტიქიაზე, ადამიანებზე, როგორც სულიერად ასევე ხორციელად, ნებისმიერ მხარ მატერიაზე, საერთოდ ძალიან ბევრ რამეზე გააჩნია რა ძალას ფლობენ ღვთისაგან. იმოქმედონ 100-დან 1000-ობით ტრიცოცხალ ძალაზე. მოგვარო შიში, პანიკა, ძილი, დაბნეულობა, შეუძლიათ ცხოვრიდან გამოიყვანენ ელექტრო და რადიო სისტემები. გახსოვთ მაგალითად, როდესაც სანქტ-პეტერბურგთან, ლენინგრადთან გამოცხადება მოხდა მადონასი, როგორც გერმანელები ახტოვანებით შეძახოდნენ თიშოლ მარიამისა და აქტეთმა წელეხმა და ჩაშხანმა არ გაისროლა კენიგსბერგთან. გახსოვთ მუხლებზე რომ დაეხმნენ ეს ფაშისტი გერმანელები და მაყვირდნენ ხელება პრობილი მადონა გუბელფაზე დაიხილეს იგი. და ისი ნაყოფი იყო ეგ. ილია ლიბანის მიტროპოლის მღვიმეში ასკეტური ლოცვის და მარხვის ნაყოფად ჰქონდა გამოცხადება ღვთისაგან და ებრძანა ეს შავი ჭირი რომ დაამარცხოთ
გადაეცი მთავრობის მეთაურს ვის? იოსებ სტალინს. ვის? ათეისტური მობობოხრე სახელმწიფოს მეთაურს. ჩვენისაც რომ ეშინოდათ მისი. გადაეცი რომ ყაზანის ღვთისმშობელი შემოატარონ სამ მნიშვნელოვან ქალაქს. მოსკოვს, მაშინდელ ლენინგრადს და მაშინდელ სტალინგრადს და გამარჯვება თქვენი იქნება. გადასცა შეასრულა ღვთისმბრძანება, როგორ გაბედავდა ილია მიტროპოლიტი არ შეიძლება წმინდა ღვთის კაცი იყო. სტალინმა მიიღო სარწმუნო დღეს ვაგინებთ დადგება დრო თქვენ მიხვდებით სტალინი ის არ არის რასაც ისინი ამბობენ. კარგად იცოდეთ. ბევრი ამას გაიგებს თავის დროსაც. ვინ იყო სოსელო? სხვათაშორის სწორედ იოსებ სტალინი იყო ვინც ბრძანა რომ ილია ჩაჭავაძეზე აგრძელვა მოხსნილი იყო და უხვად გამოცემული იყო შესწავლილი მისი მემკვიდრეობაც, მოღვაწეობაც, პოლიტიკური წამსით და ასე შემდეგ. ესეც კარგად იცოდეთ. სხვათაშორის ილია იყო პირველი, ვინც პირველი ლექსი იოსებ სტალინის სოსელოს დაუბრიშდა თავის ჟურნალში და ასე შემდეგ. მე თქვენთვის მიხსენებია ტრაიკი იოსებ სტალინის ანდერძის სინამდვილეში ვინ იყო? ის იყო დაუდეგარი მებრძოლი სიონისტებთან, ვისთან? თქვენებურად რო ვსვათ მასონებთან. ის წინასწარმეტყველებდა დაადგება დრო და დაახმავებენ მაგას ჩემს საფლავზე, რომ ვერ დავიწყო. მაგრამ მოვა დრო და ქარი გადახვედავს ჩემი საფლავიდან. მე ამას ვქერო რომ უცნობელი იყო, მაგრამ მას უფრო ბევრი დასახურება საქართველოს ვიდრე ნებისმიერს, რომელიც დღეს სწორედ საქართველოს სიყვარული გულაცრული ბჭყალებში ცდილობს დაუმტკიცოს თავის ერიშვილებს ეს სიყვარული და მიიღო სინამდვილეში ძალა უფლება. ანუ გავლენის სფეროები და ფულთან მისასვლელი, მეტი არაფერი. მაგაზე სხვა დროსაც ვისაუბრებთ. მათ შეუძლია გამოიყენოს საბრძოლო ტექნიკა და მასალა. ამიტომ გამალებულ შეერაგებას იქნება ფიქრობ, გამალებულ განცმენაზე უნდა ფიქრობდეს ქართველები. ჯერ ევროპული კოტებით რაც კი გასაზღვრული, ესე იგი სხვა გაძლებს უფლებას ამდენი ეს იქონიო და არამედ 1.14 არა. ეს სულ კოტები გასაზღვრული რომ იყო, შენამ ტექნიკით ვერ იღებდებარე თურქეთს აღემატები, ვერ სასოფხეს და ვერ აზერბაიჯანს. მე რუსეთს აღარაც ვლაპარაკობ. ჩვენი ძალა ამაში არ მდგომარეობს. ჩვენი ძალა არის ჩვენს სინანულში. მამა პაპათა ღმერთთან დაბრუნებაში. დამიჯერეთ. მოსე ერთადერთი ადამიანი იყო ხელები განარქა და ამდენი ერი 100,000 ადამიანი დაიფარა ღვთის რისხვისაგან, აღიყოფა პირისაგან მიწისა. დადეკ მოსე მოცულობ შენი მოცვა, შენს მრისხანებას არათლებს გასაკაც. აი რა შეუძლია ერთადერთი წმინდანის მოცვა, თუ ის წმინდანი არის. მაგრამ იმისათვის რომ ეს ძალა რომელიც ღვთისაგან მიიღეს წმინდანებმა გამოიყენონ, ამოქმედონ ასე ვთქვათ, საჭიროა ღმერთისნება, მისი ლოცვა კურთხევა. ხოლო ღმერთისნება მიმართულია ერის სულიერი გადარჩენისათვის, გარეგანი გამარჯვებისთვის კი არა. ამას სხვა რაღაც უნდა მოიტანოს. ღმერთმა იცის, როდის აგვიტინოს ტერიტორიული მთლიანობა, როდის გვეპატიება წოდები, შემთხვევით კი არ დავტანგეთ მიწები, ან იმით რომ ცოტანი ვარ და დავჩაგრეთ როგორც თავს იმართლებს ქართველი. არა, ღმერთი წმენდდა და გვასუფთავებდა ამ ტკივილები. თავარია ღმერთთან მოვაგვაროთ ცოდვამადლის საკითხი და მე ვნახავ ღმერთი რასაც მოიმოქმედებს. ჩვენც თვითონ უფალი ღმერთი იბრძოლებს. ამიტომ საქმე წმინდანებზე კი არა, ჩვენზეა. თორემ როცა წმინდანები ღმერთისაგან მიიღებენ ნებართვას, ნახავთ და არა მარტო თქვენ, არამედ პერმოყარე მთელი მსოფლიო რა მოიმოქმედონ წმინდანებმა და ჩვენმა ჯარმა. მე არაფერს ვაჩარებ. ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და პასუხისმგებელი ვარ ღმერთთან ამ სიტყვებზე. ვის რა შეერა, ეს მათი საქმეა. კიდევ ვიმეორებ, თავარია ჩვენ ღმერთისაგან გამოვიტყოთ ომში გამარჯვების უფლება, ღმერთთან მიახლოების, სინანულის და გაწმენდის გზით. ხოდა წმინდა გიორგი ისევ იქნება ჩვენი ჯარის სათავეში, როგორც დიდგორში ოდესღაც. ის უკვე აქ არის, აქ არიან სხვა დიდი წმინდანებიც, აქ საქართველოში ელოდებიან იმ დღეს, როცა ღმერთი გაფთავს თერს ყველაფერზე ძალიან წარეთ ვაძღვევინოთ. ილორის წმინდა გიორგი აქ არის, ატმილოს ახსენებს. აფხაზეთის განსაკუთრებული მფარველი არის. თვითონ ის პატრიარქმა რო გადასცა, ესე იგი ლეგიტიმურ ხელისუფლებას აფხაზეთის შემთხვევით ჯესტი კი არ არის გარეგული და რიტუალი. ამაში რაღაც აზრია, როცა პატრიარქი რომელიც მოციქული საგდარბეზე ის ამას აკეთებს, იმაში დიდი აზრია ღვთისგან ნაგარნახევი. თქვენ ვერ ცნობთ მას წმინდა გიორგის. მე აუბარი ვარ მასთან და გეტყვით, ჩვენი გამარჯვების დრო ძალიან ახლოა. სამშობლოსთვის თავდადება, იგივე ღმერთისთვის თავდადება და ამით ძალიან ბევრი დაიკვირდებს სათასასუხეოს. არ შეორგულდეთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე ეს ნანახი მაქვს, სულ უფრო გახსოვდეთ ეს სიტყვები, უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა. აქ ჩრდილოეთით იგულისხმება, დასავლეთითა და ეს მუსულმანური სამხრეთის. და ყველა ყურები მიწკივიან საქართველოში. კიდევ ღალატ, მაგრამ მაინც უნდა წაგიკითხოთ. შეგახსენოთ, რომ მარტის ალბათ პირველად მოიცვენ ბერძენი ბერის არქიმანდრიტ კირილე ლავრიოტისის ამ მნიშვნელოვან გამოკვლევას. აქ მხოლოდ ერთ-ერთი მომხსენებელი სტრასბურგის პროფესორი საუბრობს, ამონარიდებს აკეთებს, თორემ 8 წელს აქედან ვერ წაგიკითხავ, სამწუხაროდ არ მაქვს საშუალება. ძალიან სურს ესე იგი რამოდენიმე წმინდანის თხზულება ჩავიგდო ხელში და ვთარგმნოთ ქართულად, რა თითქმის მიუწვდომელი აღმოჩნდა. აი ერთ-ერთი რუსი აპელცინას წარმეთყველი თუ გახსოვთ,
მისი ფრაგმენტები ნახე, რაც გამოქვეყნებული არის. სულ სხვა დროითა და კატეგორიებით აზროვნებს ეს ადამიანი, ისე როგორც კიმონაზონი ალექსანდრია. უამრავი წინასწარმეტყველება, რომელიც თავის დღეს ელოდება, როდის გახდება სასწაური მორწმუნეებისთვის, არა მარტო მორწმუნეებისთვის. მას ცალკეულ ამონარიდებს დაგიკითხებთ, კონცენტრირებული ორ რამეზე. ვინ არის უკანასკნელი დროის ესაიასთან წინასწარმეტყველები გლაჰაკი მეფე, რომელიც ესე იგი საფარველი იხება ბოლო დროის მართლმადიდებლობისა და რა არის ქართველი ერის მისია. გლაჰაკი მეფე რჩეული ღვთისა, რომელიც მოვა დამონებული მართლმადიდებელი ერების მუსულმანური და პაპისტური ტირანიისაგან გასათავისუფლებლად და საზოგადო ბოროტიტალებისაგან იქნება წარმოშობით ქართველი, ამას ამოს ბერძენი არ დაგავიწყდება. 1821 წელს კირილე ვერ დაწერდა ამ მოვლენებისადმი მიწვი 20 გვერდს, არამედ 17 წელს რომან შეერგინა 50 გვერდიანი ტექსტი. ფილადელფიის ეპისკოპოსისადმი ეპისტოლეს განმარტება თქვენისი 7 ეკლესია აპოკალიფსში ხსენებული. ლაოდიკიის ეკლესია, როდესაც ყველაზე მეტად რისხავს უპალი ხმეთი არის რუსეთის ეკლესია ამ ამის განმარტებით. ფილადელფიის ეკლესია ერთადერთი ეკლესია ამ 7-დან ბოლო დროის ეკლესიებიდან, ვისაც ლოცავს აკურთხებს და ყველა თავის ნიჭებსა და კურთხევას მოუხმობს, ეს არის ივერიის ეკლესია. ივერიის ეპისკოპოსი და პატრიარქი. ამ ორი საკითხის შესწავლისადმი, ესე იგი, ეკლესიასთან და მიროცხებასთან მიმართებაში ფილადელფიის ეკლესიის გაიგივება საქართველოს ეკლესიასთან და გლაჰაკი მეფის გაიგივება საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელთან. რაღაცებს გამოვტოვებ და სხვა ფრაგმენტს აგიკითხავთ. ესე იგი, ეს ორი მთავარი იდეა, რომელსაც შლის 8 თომში და რომელიც შედგენასაც მოუნდა ის 51 წელიწადი, რის გამოც ზიზღი დაიმსახურა თავისი თანატომელი ბერძნებისაგან. აბუჩას იგდებდნენ, დასინოდნენ. რამდენი აი, მამა გაბრიელსაც დასინოდნენ, ბევრ სხვასაც, მაგრამ ისინი ვინც ბოლოს ცინის, როგორც იქმნიან ხოლმე. კირილე ლავრენტისის მიხედვით, იბერიის სახელმწიფოს ისტორიული დანიშნულების სიმბოლოა კარი გააღებული, აპოკალიფსში ხსენებული და დავითის კლიპე. ეს აღნიშნავს მის ესკატოლოგიურ როლს, სამომავლოს, ესე უკანასკნელი ჟამისას. ამ ადგილას, ანუ ამ სრულების იმ ადგილას, ჩვენი ეგზეკეტი, ანუ კირილე პარალელს ავლებს გამოცხადების მერვესა და ესაიას 22-25 ადგილებს შორის. იდენტური არის ერთსა და იგივე საუბრობენ მიროცხებულ მეფეზე, ქართულ მეფეზე. რომაც მესიანურ ტექსტს შორის. ამ უკანასკნელზე იყო დაფუძნებული მთელი ბიზანტიური და პოსტბიზანტიური ესკატოლოგიური ლიტერატურა. ღვთისმშობელი გლაჰაკი მეფის შესახებ, ესე იგი, მთელი ბიზანტია, პოსტბიზანტია კამათობდა, იკვლევდა, აქვეყნებდა, ვინ იყო ეს მეფე, ვინ უნდა ყოფილიყო. ბერძნებს ალბათ ერთად ესახებოდა და სხვა სიამოვნებაში თვითონ ბერძნები მეფობას მიიღებენ რუსეთის წყალობით. ეს მინდა შევახსენო მას. აქედან გამომდინარეობს, რომ აღმოსავლეთში მხეცის სრული დამარცხების შემდეგ, ანუ ანტიქრისტესი, იბერიიდან წამოიმართება ხელმწიფე და მეფე, რომელიც მართავს მორწმუნეებს, უფლის ჭეშმარიტი გზით ატარებს მათ, ეს ციტატა კირილეს თხზულებიდან და ამავე დროს შაშლის მტრების მზაკრობებსა და მრავალრიცხოვან ხაფანგებს. მუსულმანური მხეცის სრული დამარცხება მოხდება ღვთის მიერ დანიშნულ დროს, როდესაც უფლის მიერ დანიშნული ჟამი მოვავს. მუსულმანები მრავალრიცხოვან ჯარით შეუტევენ პატარა იბერიას, მაგრამ თქვენ გახსოვთ ნიკოლოზობას გამოცხადება წმინდა გიორგისა, ჩვენს ტაძარში ფოლკლორისტიკის კლუბი რომ იყო გახსნილი კომუნისტების დროს, იქ რომ ჰქონდათ ღამე ქარში ყინვაში რომ აკენდნენ, რომ გაუხსნა კარი ეს ურდულებ გადავიდა გაუღარები, მთელი ღამე საქართველოს ისტორიას აგონებდა, მაგალითად როგორ შეყარეს ქართველები მექაში, მათ სულიერ სამოცავში ცენტრში დაებერთება ორმოა მოთხარეს, დაკლეს ქართველები პირდაპირ გაგების სისხლი ჩაწვეს და მათმა ესე იგი ხვანქარმა იბანავა სისხლი გამოილაშქრა საქართველოს და დამარცხდა. ეს კიდევ ერთხელ მოხდება და კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს საქართველოს. უთხრა მათ წმინდა დიდმოწამე გიორგი. მას მხეცის სრული დამარცხების შემდეგ იბერიდან წამოიმართება ხელმწიფე და მეფე, რომელიც მართავს მორწმუნეებს, უფლის ჭეშმარიტი გზით ატარებს მათ და ამავე დროს ჩაშლის მტრების მზაკრობებსა და მრავალრიცხოვან ხაფანგებს. მუსულმანური მხეცის სრული დამარცხება მოხდება ღვთის მიერ დანიშნულ ჟამს, ანუ კეთილ დროს, როდესაც უფლის მიერ დანიშნული ჟამი მოვავს, მუსულმანები მრავალრიცხოვანი ჯარით შეუტევენ პატარა იბერიას, არა მარტო იბერიაზე, ათონის უთანზეც არის ნაცინასწარმეტყველები ათონური გადმოცემით, ბარაუდი ასეთი ამ წინასწარმეტყველებაში, რომ ვიდრე იბერიის ღვთისმშობელი, ქართველთა ღვთისმშობელი დატოვებს ათონის ნახევარკუნძულს და დამანგრეველი მიწისძვრებით ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირება, მანამდე შესაძლებელია ათონის ღვთა კიდევ ერთხელ დაარბიონ მუსულმანებმა ან კათოლიკებმა ამ ორივემ ერთად და იგივე განზრახვა ექნებათ მართლმადიდებელი იბერიის მიმართ, მაგრამ ღვთისძალით დაცული მართლმადიდებელი ქართველები გაანადგურებენ ურწმუნოებს და სრულ და საუკუნო სამუდამო დავიწყებას მისცემენ მათ ტირანიას მთელს აღმოსავლეთში. ამგვარად განადგურდებიან ანტიქრისტეს ყველა სხვა ძალები, ანუ მუსულმანური ძალები და კათოლიკური პაპისტური აქ კირილესთან განიხილებიან და ეს ასეც არის, როგორც ანტიქრისტეს დამხმარე ძალები, მისი მოსვლის შემამზადებელი ძალები, რომელთაც სწორედ ქართველი ერი გაუსწორდება ქრისტეს მადლით. სხვაგან არის ნათქვამი.
ქართველი ხელმწიფის მისია, როგორც მასმაჯებელი ქრისტიანებისათვის შურის მაძიებლისა, ანტიქრისტეს ერებისა და მათი მმართველების წინააღმდეგ, წარმოშდება აპოკალიფსის ყველა ხილვებში, სადაც ჩვენ ვხედავთ ანგელოზს, რომელმაც დაფრთხია ლანკანით თავის დინარესასა და დიდ საელფლატისასა და მიიღო მანგალი თვისი ქვეყანასა და მომხო ქვეყანა, მოკრიბა ვერახი ქვეყნისაში შტადგა საწნახელს ამას ვიცა გულის ხომის აქტისასა, რომელსაც ახდა კლიტეუს სულისა და ჯაჭვი დიდი ხელსამისა. შეიქმნა ვეშაპი იგი და გველი დასაბამისა, რომელსაც ეშმაკი და სატანა და შეხრა იგი და დაბეჭდა მასზე და რათა აღარა აცუნებდეს წარმართა მერმე, ვიდრე აღასრულოს 1000 წელი. რომლის მიერაც შეპყრობილი იქნა სიტყვებია მოტანილი და ეს არის ივენის მეფეზე ნათქვამი. რომლის მიერაც შეპყრობილი იქნა მხეცი იგი და მისთანაც უწინა 13 იგი, რომელმაც ხნა წინაშე მისცა სასწაული და რომლით აასრულა იგი, რომელსაც მიიღოს ბეჭედი მხეცისა და თაყვანისის ხარცა მისცა, ანუ ქრისტე ანტიქრისტეს და მის სულინა 13-ს მის დალეს ბაჟი ქართველი მონარქის და იყვნენ მასმაჯებელი ქართველების ხელი. სოცხლი ვშტავარდეს ორნი იგი ანტიქრისტე და მის სულინა 13 ტბასამას ცეცხლისასა, რომელი იგი იწვის სულსუბითა ნათქვამია გამოცხადების წინში. ყველა ხილვა, რომელიც აპოკალიფსში ეხება მორწმუნეების საბოლოო გამარჯვებასა და ქრისტეს მეუფების დადგინებას, ჩვენი ავტორის მიერ გაგებულია როგორც წმინდანთა 1000-წლოვანი მეფობის მომასწავებელი. ამგვარად ივარეულდება აპოკალიფსის წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილის კავშირი ქართველების ესქატოლოგიურ როლთან. თქვენ გახსოვთ 12 წლის ბავშვს დაახლოებით 13-14 წლის წინ მქონდა გამოცხადება უფლისა და ილია მართლისა. ჩვეულებრივ გახსოვთ მე წაგიკითხეთ. ერთ-ერთმა პირველმა როცა ტელევიზიით ჰქონდა საშუალება გადაღებისა, ერთ გავასალი უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია თელსელში, განსაკუთრებით თბილისში. თქვენ იცით რომ ის ბავშვი ემზადება და ბავშვი აღარ არის, რომლის ხელითაც მრავალი სიწმინდე გაიხსნება, რაც არის აქ და რაც არის იერუსალიმში და წმინდა ადგილებში დამარხული ბოლო დროისთვის. მრავალი მანუსკრიპტი ხელნაწერი გამომშალდება ილერიის უკანასკნელ ჟამზე წინასწარმეტყველები. თქვენ ეს არ იცით, თქვენ ამაზე არ ფიქრობთ, თქვენ საკუთარი სულის ხონებისთვისაც კი აწმობთ სამწუხაროდ. ამ დროს ჩვენ ვიცოდებით ღვთისმშობლის შვილობილებას და ქრისტეს ხედრებას ხიდან ნათლისებისა. ამიტომ როგორც უფალი ღმერთი ამოსიმ გამოცხადებაში ამ ხმასთან, როგორც ქრისტიანებს და როგორც ღვთისმშობლის შვილობილს ორმაგად მოგვიხავს პასუხს ჩვენი მცონარებისა და უდარდებობისათვის. გარდა მაგისა არის ნათქვამი ივერიის ეკლესიის ეპისკოპოსზე, ანუ კათოლიკოს პატრიარქზე. ეპისკოპოსი ივერიისა იზრუნებს სულიერ დამტკიცაზე და მეფე კი ივერიისა ღვთისერის სამოქალაქო მმართველობაზე. წმინდანთა მეფობისას იბატონებს სახარებისეული სამართლიანობა, მორწმუნეთა მმართველობა განხორციელდება სიბრძნითა და ღვთის სამართლის მიხედვით. ეპისკოპოსი ანუ პატრიარქი გარშემორტყმული იქნება წმინდა სინოდით და მეფე ეს როდისამოს, ისიც როცა საქართველოში გაუქმებულია მეფობა. ეს არის მე-19 საუკუნის პირველი მეოთხედი. 1828 წელს გარდაიცვალა ტრილე პავრიოტისი. და ამას როცა წერს და ამბობს, წარმოუდგენელი რაღაცა თვით ქართველებისთვის მეფობა გაუქმებულია, არაერთი აჯანყება ქართველთა კახეთში თუ დასავლეთში და სხვა ჩახშობილია სიცხლში და გაუქმებულია ავტოკეფალია თვით წმინდანინოს ჯვარი გატანილია საქართველოდან და დაწყებულია ეშმიადიში, საიდანაც 40 წლის მერე მიართეს რუსეთის იმპერატორს. აი ამ დროს ისევ სიმაზე, ამიტომ იგდებდნენ მას აბუჯად. ეს იყო წარმოუდგენელი. მაგრამ თქვენ არ იცნობთ ის ძალას, რა შეუძლია მოყავს. მაშინ რა არის იგი კითხები? და თანება ეს უმრა რა? აბრაამს აღუთქვა რომ ზღვასავით და ქვიშასავით გაამრავლებდა. სარას გაეცინა. ესე იგი არ ირწმუნა კარვის კარტალით და ყური მოკრა. იმის გამო რომ შენ გაიღიმე მომავალ წელს მოვალო ყოლაწმინდა საიმ დაეუბნება და ბავშვით დამხვდებიო შენ რაც არ უნდა გიდეს. ამ ბერტ აბრაამისა და სარასგან გაამრავლა ისრაელი როგორც ცაზე ვარსკვლავები და როგორც ზღვაში ქვიშა. ღმერთმა რომელმაც აბრაამად აქცია ასეთი ღმერთისთვის არ არის შეუძლებელი ამ დაწიხნული უმნიშვნელო აღჭა და დღეს ყველაზე საწოდავი ერებით კი რომ ხეფენ და გლეჩენ საქართველოს თავმოწმეობი მე სორგვებში რომ ჩაძრებიან რა დროსაც მე ვლაპარაკობ აი ეს დროის მიუხედავად ასეთი უმძიმესი ყოფისა გასოფილია მართალი რასეუბნებოდა იმ ხმის სახით როგორც მოგახსენეთ თაგიკეთ ტელევიზიით გადაგე მაშინ რასეუბნებოდა ჩვენ სერს დადგება დრო როდესაც იქნება საქართველო არც იქნება იარსებებს ქართველი და აფიასებს ახლა თუ არა ეს სიტყვები გეკითხებით მე 15 წლის შემდგომ ფორმალურად არსებობს საქართველო რომელიც ყველასია გარდა ქართველებისა ფორმალურად არსებობს ქართველი მაგრამ მილიონზე მეტი გაყრილია უცხოეთში გადაჯიშებული აგერ გერმანიდან დადირეკეს მოგანახათო მამალ სხვა ჩამოვიდა ბელგიიდან და გულის ტივრის წემლიანი თვალებით მიყვებოდა რა ხდება ქართველები მაგრამ გერმანელებს და ხოდებიან შვილებს გერმანულად სტატია ქართული ანი არიციან არ არის საპირელი გეკითხები ან უცად დარჩა მნიშვნელოვნად წვინებია გამორეკი ურეცხა ჯეობარებით ეს გარყვნილებით სოტომკომორით აღამით ცოცხალი მაგალითად მოიყვანო საკმაოსე მეტი ზოგიერთი სამწუხაროდ მონაწილე მიწიხართ ინტიმური ტელეფონებზე ყველაფერი რომ გავუგმდეთ
ამიტომ არის რომ მე ვამბობ ეგრეთ წოდებული ეკლესიური მორწმუნეები, ისინი არ არიან ეკლესიური მორწმუნეები. სახიან ღვთის მოსავის არ მოდის პავლე მოციქულიაოს ტიმოთესთან ეპისტოლეში, მაგრამ ღვთის დალას არ ესვენ, იმიტომ არ იცნობენ, რადგან არ ასწამთ. მაგრამ მე ხავს თავისი რჩეული არის, რომელსაც გადაარჩენს და გაარწმუნებს სივერიას და მომდროის მართლმადიდებლობას. ამგვარად ასეთი მეფის და ასეთი პატრიარქის ჟამს უსამართლობა, ამბოხება და საიმპერატორო დინასტიის შეცვლა იქ არ მოხდება, ანუ ეგრეთ წოდებული რევოლუციები. შემდეგ აი რა არის ნათქვამი რუსეთსა და რუსეთზე საქართველოსთან მიმართებაში ნათქვამი ამ ბერძენ მამასთან. ამ პარტავნებითა და სიხარბით შეპყრობილმა რუსეთის მეფეებმა ხელყვეს საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოუკიდებლობა. მათ მიიტაცეს მათი გვირგვინი, პირდაპირ გაგებითაც კი რუსეთის პატრიარქს ახურია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ესე იგი უკულბარტყული. იცით თქვენ ეგა? და არა მარტო ეს ფორმა უკულბარტყულისა აქედან არის წაგებული, როცა გააუქმეს და დაიმორჩილეს. საქართველოს უკანასკნელი პატრიარქის ბრილიანტი ჯვარიც კი მოხსნეს და თვითონ გაიკეთეს შუბლზე. ჰქონდათ ამის კანონიერი ან შურისმიერი უფლება გეკითხებით. საერთოდ გაიტანეს სასაუთმოქმედი ხატები. დღეს კალენდარში გვიწერია, მაგრამ ეს ხატები ფაქტიურად აღარ არის საქართველოში. არის რუსეთის მუზეუმებში ან ეკლესიებში. დანარჩენ სიკვდილებზე აღარ მოყვები, რა გაკეთეს კიდევ. გარდა იმისა, რომ იქ დაავარეს თავიანთ მუზეუმში და ეკლესიებში. წერა რომ ახსენეთ, მათ შორის სოსელოც, მისი უდიდესი დამსახურება, რომ საქართველოს ავტოკეფალიას ცნო რუსეთის ეკლესიამ და სხვა, რასაც უნდა არცებითი მნიშვნელობა დანარჩენ ეკლესიებს.